სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროებო პოდკასტი არა სერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი არის აჭარაბეთი ჯოჯო ხეთურ სიცხეში ვხედვართ მე და ლეო ბატონი ბოდიშები უხადე იმიტომ რომ კონდიციონერი არ არის თქო არ არის მივეჩვიე შენ კი ხარ გამძლე კაცი მაგრამ მე აღარა ვარ გამძლე კაცი არ არის კონდიციონერის კომპანიები მაგრამ მამეთ ამ ოფისიდან უნდა გადავიდე მაგრამ შესაბამისად თუ ახალში არ მექნება გამომეხმაურეთ მიშველეთ რომ არ ჩავძაღდე და ასე შემდეგ როგორ ახარ ძმაო ჩემო კარგად მადლობა პირველ რიგში როგორ გეკადრება პირიქით მადლობა რომ პატივი დამდე და მობრძანდეთ როგორ გეკადრებათ მე ნახე ალბათ პოდკასტები ხო ბიჭებთან რომ განვიხილავდი შენ კონტენტს კი ბოლოს კაკოსი იყო და ჩემი ფავორიტი სხვათა შორის კაი პოდკასტი გამოვიდა ძალიან ნახე კაკომ რა ქნა ვიდეო როა იყო ხო და თავიდან ძმა არ ველოდებოდი და რომ დადო მეთქი მესამე საიდან გააძრო თურმე ის წაიღო იმ დადებულმა ანუ პირველი ვიდეო დაუბლოკეს რა რაღაცეებზე აი ჭუჭუები რო ჩანდო და რაღაცეები რო ჩანდო ყველა ვერ დაფარა სადღაც გაეპარა ხო და მაიმუნზეც მე მგონი მაიმუნის თემაზე შეიძლება და ხო მანდაც სისხლებზე რაღაცეებზე ბლოკავენ სტორი ვნახე რომ ახლი დავდებო და ეგ ისეთი რისკია ხოლმე ხალხო ვინც ვერ ერკვევით სიტყვაზე რა ანუ YouTube-ზე დადებული ვიდეო რომელიც 200 კაზე ავიდა უცებ აიღო ძმამ და თავიდან დადო ვისაც არ გინახავთ ან გინახავთ და გინდათ რომ პოსტად ძმა დაასაპორტოთ იმიტომ რომ რაღაცა ალგორითმი არ გაუფუჭდეს მე ჩავრთე ფონად იყო იმიტომ რომ ორჯერ არ მქონდა ნახვის სურვილი დიდად მაიმუნების სიკვდილის ხო და დიდად არ ჩანს მაიმუნების სიკვდილი ხალხო უს ძალიან საინტერესო ვიდეოა პროსტო ჩართეთ თუ ნანახი გქონდათ რომ ალგორითმი ძმას არ გაუფუჭდეს იმიტომ რომ ძალიან კარგად მიდის რა ლეო ბატონო სად იყავი ეგ მითხარი ახლა სადღაც ხო იყავი თევზაობები ამბები ნახე მოვდივარ ავღანეთიდან არ ელოდებოდი მაგ პასუხს მაგრამ ავღანეთიდან მითხრეს ხო ყურე მე შემოგიერთდი დიდი ხნის მაყურებელი ვარ თქო მოგატყუებ რა კოლაბორაციით აქ მოგაჩინე რეალურად არ მახსოვს სოსოსთან იყო მე მგონი სოსოსთან იყო ეს კოლაბი თუ კაკოს კოლაბორაცია სოსოსთან იყო ხო აი კოლაბი და ვა მეთქი ჩაუჯექი რაღაცები მაგრა თვისი ამოვნე რა მოიცა ეს ახლა ბოლოს რაც იყო ის არ არის ხო ვიღაცა ჯიგარი რო გიმას პიცლაკ ტვერიან არა ის ერაყი იყო ხო ერაყი იყო ბოლოს მივაყარე რა ერაყი თურქმენეთი ავღანეთი ეგეთი ქვეყნებია მოდი ესე კითხავ აი ხა YouTube-ზე მოგვიწევს ვიღაცებს ვისაც სურვილი არის ფუტბოლსმენის კომენტარებში არის ხოლმე რა ამ ბოლო დროს რატვინი გაბურღეო და ბიჭო რაც მაინტერესებს იმაზე ვლაპარაკობ რეალურად რა ძალიან დიდი ბოდიში რომ ვიღაცებს ვერ აგეწყობით ხოლმე მაპატია თუ თვლით რომ ეს თემა არ გაინტერესებთ თქვენ მოდ ტაიმკოდები დავადე შეგიძლიათ გადაახიოთ საინტერესო თემაზე ან მინიმუმ გამაზოთ პოდკასტი არ გამაზოთ მაგრამ შეგიძლიათ გამაზოთ რა ხო და რის თქმა უნდა უყურეთ ჩემთვის ეს რაღაც მოგზაურობის კონტენტი ძალიან საყვარელი კონტენტია რა ვამბობდი რომ 4 მოგზაური ხართ რეალურად სხვებს არ ეწყინებათ იმიტომ რომ ალბათ ეხა იქოქებიან შენ ამ 4 შორის გაქვს ყველაზე ესეთი სტრანი რა ეგეთი ქვეყნები რა ცუდი გაგებით სტრანს არ ვიძახი ანუ რაღაცნაირ რთული ქვეყნები ხვდები არა მოგულავე და რაღაცეები რა რატო ეგენია ბიჭო თავიდანვე რაღაც ეგრე მიყვა რა რაღაც ეგრე დავიწყე რა ვაფშე სულ თავიდან დავიწყე ბანგლადეში ნეპალი და ინდოეთი ხო ნეპალი არ გადის მათ მაგრამ მაინც რა ხო ანუ ბანგლადეში იყო პირველი რა ისეთი და მე ისე მიყვა რა და ეგეთი ის ჩამოყალიბდა რა ჩემ არხზე რომ რაღაც აი ყველა მაგას ელოდება რა და რაღაც აი იტალიაში რაცა გერმანიაში უკვე ისეა რა შენ მან უჩადი ხარ და შენ რომელზე кайფობ უფრო აი ეგეთ ევროპულ საერთო ვაიბზე თუ ეგეთ როგორ არის ანუ დასვენება მჭირდება ხოლმე რა ხანდახან რა მაგრამ ნუ მეც ახლა რო არ მაინტერესებდეს ახლა ავღანეთი და ერაყი ესე ძალით აი რავი თუ დაგაბავენ ჩაგიყვანენ და იქ დაგდებენ ეგ არის თორე ესე არ შეხვდება ანუ ძალიან ძნელია რა იმენა არ მინდა ახლა რა ჩაბოთვალე ნახევარზე მეტი ხო აი მოტოტურნეთი შეიძლება რაღაც პოჩი მუღამი იყოს, მაგრამ აი არ მინდა რა. ხო, არიან ხოლმე რა ძირთადად აი ევროპული ქვეყნებიდან დადიან რა ეგრე მოტოებით რაღაცეები. იყო ეგ პონტი საშიში არა, როგორ ფიქრობ ამ მოტოებით? როგორ არის, ან თუ რაღაც წესებს არ დაარღვევ, საშიში ესე ტყუილა არავინ მით უმეტეს აი არა, ახევა და თემები არ არის? ანუ არა. მე არ გამიგია ეგეთი, ნუ ხდება როგორ იდეაში ყველა გახდება საჭერო როგორ შეხვალან და ასე შემდეგ რა.
ესე არა. გავრისხმოთ. არა, ჯერ ევროპები გავზილოთ ბოლომდე და მე შეიძლება მაგაზე ფიქრობ. რატო დაიწყეს? ვაფშე მომიყევი რა, არხის ისტორია, საიდან მოვიდა, როგორ მოვიდა? ეგ ძალიან დიდი ხნის ისტორია არის წესით რა. მე ანუ თავის დროზე დამეწყო ალბათ 1-5 წელი უკვე გავიდოდა რა, რაც YouTube-ზე. არხი რამდენი ხანია ესე არის აქტიური? წელიწად ნახევარი რა და. მაგრამ იდეა მანამდე იყო? ჩემი პირველი სოლო მოგზაურობა იყო შრი-ლანკაზე რა. აი ჩემი ფავორიტი მოგზაურობა იყო და ეგ ვიდეოები გადავიღე რაღაც აი 100 ლარიანი ჩინური კამერით რა, არც მიკროფონი არაფერი, აი პროსტა ვიყიდე რაღაც კამერა და წავედი რა ერთი თვე. შენთვის იღებ თუ YouTube-ზე ქონდა გეკმა დასადებად? ხო. მაგრამ ნუ ისე მოხდა მე რომ 4 წელი ისე გავიდა რომ არ დამედია რა არაფერი და ხო ხდებია ეს რაღაცების გადაალახვა რო გიწევს რა, თან ისე ვიყავი რა, აი ამ სფეროსთან საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია. და ნუ მე უკვე რაღაც რო მოვინდომე და მე კორონა დამემთხვა კიდე, კორონა თავისთავად გააჩერა ყველაფერი და მე უკვე რაღაცა რომ მეთქი რა დავიწყე. და რაღაცები ნუ რაც მქონდა რესურსი ყველაფერი, აი რა ოლინი გავაკეთე და დავაციკე ბანკში. სამსახური რაღაცა ჩაკეცე? ხო, არა, ესე სტაბილურად ისედაც არ მუშაობდი რა, რაღაც ესე. მოვედებოდი ხოლმე რაღაცებს რა. და მეთქი ეგა რა. დაიწყე შრი-ლანკა და ბანგლადეშით, ხო, ბანგლადეში. ეგ ვიდეოები просто დავდე რა, რომ ანუ მეთქი არხზე იყოს, რომ მეთქი აი მაინც საიდან, სად რაღაცა ხარ. მე ხარისხზე დიდათ ის არ მაქვს რაღაც გათვლები, რომ რაღაც ხო ხდები, ესეთი კამერები და რაღაცები რა, ჩემი თავი მოგამია. Osmo მშვენიერი კამერა რა გინდა. ნუ ეხა ხო რა ის. ბალანსია ყველაფერი აქვს, ვაფშე არ გიწევს მაგის წვალება და რაც. ხო, მაგრამ იმენა მოგზაურობა. აი, ხო ხდება, YouTube-ს აქ ეკპონტი რაც გინდა გააკეთე რა. ინსპირაცია იყო ვინმე? ბიჭო, ეხა რო გითხრა რომ სოსო და ასე შემდეგ ეხა ნუ ხო გასაგებ სოსოს უყურებდი, რავი, აი ჯერ არც YouTube-ი, არც Instagram-ი რაღაც პოსტებს დებდა ხოლმე Facebook-ზე რა. საერთოდ მე ფანჯრიდან უყურებ და უბანში. და მეთქი აი მაგრა ასწორებს მეთქი რა. ანუ მოგზაურობა ანუ სულ მიყვარდა მე. პოსტებს დებდა რაზე ძმა? Facebook-ზე просто რაღაც პოსტებს დებდა. მოგზაურობის თემატიკაზე. საბერძნეთიდან რაღაცებს, რა ადგილებს რაღაცებს. ძალიან ოდნოებით დაიწყო ძმა. აი ოდნო კლასნიკებზე იყო. Hi-Fi და MySpace-ით აქ მოგზაურობა დაწყებული. რა და просто ანუ მეც სულ მიყვარდა რა მოგზაურობა რა და ანუ ეს თემა სულ მინდოდა რა და YouTube-მა ცოტა იმასნა რა ეგ დააჩქარა რა ეგ პროცესი და უფრო ხელი შემიწყო რა რაღაცებში რა. ბიჭო არა ძალიან საკაიფო იყო. კოლაბამდე როგორ მიხვედით? მე და სოსო? ხო. დაუკავშირდი? ბიჭო არა ეგ ანუ მე ხო მაგას ისა აქ რა კიდე უკან ისტორია რომ ანუ მე რო დავიწყე ეს ანუ არც ერთი სოციალური ქსელი არ მქონია, ანუ არაფერი, აი ვაფშე სადღაც 0-დან ვიღაცა ტიპმა რაღაცა ვიდეოების დადება დაიწყო რა, აი ვაფშე ანუ არსად ცნობილი ტიპი არ ვიყავი და თუ არ ვშტები ბანგლადეში რა, მე ვიყავი პირველი და მაგ დროს გეგმავდა სოსო რა წასვლას რა, ანუ თვითონ როგორც მითხრა მე. და ნუ просто ვეძებდი რაღაც ინფორმაციას რომ ბანგლადეში და ქართველსო ვაფშე არ ველოდებოდიო რომ იქ ვინ მე რამეს გადაიხებდა და უცებ შენი ვიდეო ამოაგდო რა. და ეგრევე მოგწერა რომ რა. და მაქედან მე რაღაც კომენტარი დამიტოვა რაღაც ის და მაქედან просто რაღაც პატარა ურთიერთობა რა. ჯიგარია. მალადეც, სოჭ ჯიგარია რა. ეგ ხო იყო ეხა ბიძგი რაღაც პონჩი რა რო შეხედა. აუ ეგ ასწორებს აი რომ ეხა მე ვიცი უკვე რა ეგ გამოცდილება მაქვს რა და ეხა ახალი რო არის ვიღაც რაღაც ამ სულ ვცდილობ რომ მეც იგივენაირად რაღაც თუ ჩემი მხრიდან რამე სტიმულს მივცემ მეც იგივეს ვაკეთებ რა რომ აი სოსოს კომენტარები რომ ხდებოდა ვიდეოზე აი ჩემთვის იყო რაღაც ძალიან ისე რა. ხო მაგას აქვს ბიჭო მნიშვნელობა რა. სოჭ დიდი მნიშვნელობა აქვს თან როცა ესეთი წარმატებული მოდელია, ხო ხდები და ესეთი წარმატებული არხი არის. ეგ არის. ნუ აი ესე იგი რაღაცებს სწორად აკეთებ რა, რომ ანუ რაღაცა და უნდა გაითვალისწინო რა მე რაღაცეები და უნდა ისწავლო და ალბათ წარმატებასაც მიაღწევ. მე ხო. ეგ ფორმულაა, ბაზარი არა. უყურე ესე რომ დაყო რა. 4-ვე იდეაში წინაზეც ბაზრობდით, რომ კი ბატონო 4-ვე მოგზაურობის კონტენტია. სულ მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ საკუთარ ნიშას რა. ანუ ის შენი აზრით შენი არხი რითი გამოირჩევა იმ სამი ჯიგრისგან? ვაფშე ანუ მანდრო აი 4 მოგზაურში რო გავიჩნდე ეგ უკვე ჩემთვის რაღაც ისაა რა. არა, ნუ ეგრე ობიექტურად ეგრეა. რაღაცებს ალბათ სწორად ვაკეთებ ისე იგი რა. ანუ მე მაგისი ის არ მქონია რა საერთოდ რომ ანუ ესე რაღაც ნუ ჩემთვის მოკლე დროში რა, იმიტომ რომ რაღაცა ეს 0-დან რო იწყებ, კიდე უფრო რთულია რა.
ხო და რავი ანუ მე აი სულ მაგას ვამბობ ხოლმე ერთმანეთს გვადარებენ ცოტა ისე უხეშად რა მე რომ აი რაღაც ის იმას ჯობია ეს ამას ჯობია ანუ მე ეგრე ვაფშე არ უყურებ რა ერთი და იგივე ქვეყანაში რო ჩავიდეთ 4-ვე ხო ანუ აი ვაფშე სხვადასხვა ვიდეოს გადავიღებთ რა მე ეგრე ვხედავ რომ 4-ვე იდეაში განსხვავდებით რა просто მაინტერესებს აი შე როგორ ხედავ მაგ განსხვავებას აი ჩემი მუღამი რაც არის ანუ აი რო ჩავდივარ რაღაც კონკრეტული რაღაცეებიც არ მაქვს რა რომ აი რაღაც ეს უნდა გადავიღო რა უბრალოდ იმ ქვეყნის რაღაც კულტურა მინდა გავეცნო ხალხს მინდა გავეცნო და ანუ აი ზუსტად ჩემი თავგადასავალი რაც არის აი ესე შეულამაზებლად ის ვაჩვენო რა ხალხს რა კაი იქნება ცუდი მოხდება შეიძლება ზოგი ვიდეო საინტერესოა ზოგი ნაკლებად საინტერესო მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის რა ჩემი თავგადასავალი ანუ არავით არ გასცენარება დაგეგმა რაც მოხდება და ეგ მოხდეს ხო ეს წინასწარ საერთოდ არაფერი არ მაქვს გათვლილი რა ბიჭო მაგას ცოტა ისა აქ რა აი მე დაახლოებით ეგრე მივდივარ ხოლმე მეც და რისკია რა ვაი და არაფერი არ მოხდეს ხო ხდები ანუ ისეთი რა საინტერესო ხო ხდები მე გიწევს რაღაცეების ძალით გამოგონება მოტყვება კი არა ხო ხდები სადღაც ძალით მისვლა სადღაც ვიღაცასთან ძალით დალაპარაკება აი რაღაც პონჩი მე მგონი პატარა ჩონჩხი მაინც თუ გაქვს ასწორებს რა აი რაღაცა ჩონჩხი მაინც დაახლოებით ქვეყანაზე რაღაცას რო გაიგებ რა ბანგლადეში მაგალითად ისეთი ქვეყანაა რომ არაფერი არ გჭირდება რა კამერა ჩართე იარე რა და უსო ანუ ეგ არის აი ყველაფერი თვითონ ხდება რა ეხლა რამდენი ქვეყანა რა ჯამში უბრალოდ მოიარე 30-მდე რა დაახლოებით წელიწად ნახევარში ბიჭო ხო ნუ არა მანამდეც რაღაც ვიყავი ხა ძირითადად ევროპაში ნამყოფი მაგრამ აი ბოლო პერიოდში ხო დავაი მომიყევი ყველაზე სტრანი გამოცდილება მე რაც კადრში ჩანს ოღონდ ეგ არა კადრში ვნახე რაღაცა ყველაზე სტრანი რა იყო ბიჭო აი სიტყვაზე რასაც არ ელოდი რა ან კარგი ან ცუდი ან ორივე ერთად ეგ იყო ვარანასში რა ინდოეთში აუ ეს რა იყო მანდაც ხო მანდაც პირველი მეც ვარანაში პირველ შენ ჩახვედი იმედე და ეს რა იყო ბიჭო და იდეაში ეგ ვიდეო გავარდა რა ჩემი პირველი რა დუბაიში ვიყავი ვისვენებდი რა და ეგ ვიდეო დავდე და რაც ერთი დღე რაც მანამდე ქონდა როგორი ნახვებიც აი შე რომ 7 ნახვა და 8 ნახვა და რაღაც ვიდეოს და ეს რაღაც უცებ წავიდა რაღაც 10,000 20 30 და მეთქი ოპა რა ხდება მეთქი ბიჭო არა ჟუტკი თემაა რა ანუ აი ძალიან ჟუტკი თემა ხო აი მანდ იყო პირველად ანუ ეს კრემაციას ხო უყურებდი რა და ჯერ ისედაც რა გამწარად კამერა მიუშვირე და გაიხედე ანუ აი გახედვასაც აზრი არ აქვს იმიტომ რომ ეს ფერფლი და კვამლი და აი ყველაფერი შენზე არის რა ხო და იქთან ამას კუდრებს რო ურევენ და აი საშინელება რა და რაღაც ფეხები და ხელები ყრია ყველგან და ბიჭო ის მაგ დროს რამე ისეთ განცდა რადგან რელიგია სხვა არის ხო ხდები ანუ აი გონია რომ მაგ ადგილს ექნება მსმენია უბრალოდ რომ მაგ ადგილს აქ რაღაცა აურა რა ძალიან ისეთი უცნაური ვიბრაციებია რა რომ მიდიხარ გასაგებია რომ ესეთი კულტურიდან რომ მიდიხარ და ეგეთ კულტურას ასკდები რეალურად შოკია ანუ მაგას ვერ გადარჩები რა შეიძლება არ დაგეძინოს აღარ ჭამოერთი თვიან ასე შემდეგ მაგრამ აი ის განცდა ქონდა რომ ეს ყველაფერი აი სპირიტუალურია რა რაღაცა ის სულიერების რო იცი ერთია მაგრამ აი განცდის პონჩი რა ანუ ზოგადად ეგრე უყურებ ხოლმე რა მე რა ანუ ჩვენთვის რაღაც მიუღებელია ვიღაცებისთვის არის ანუ ჩვეულებრივი ნორმა არის რა ეხა ჩვენთანაც რო ჩამოვიდნენ და ეხა მარტივი მაგალითი რო გითხრა ლომისობას რო ანახო რა ვიღაცას რა ანუ რაც ხდება ხოლმე რა ხო იცი იქ რაღაცა სისხლიანაობა ხო რა ანუ ეგეც ახლა ვიღაცისთვის იქნება ანუ რაღაც კატასტროფა რა საშინელება და ანუ ჩვენთვის რაღაცა ტრადიციაა რა ახლა მოგწონს არ მოგწონზე არ არის რა ახლა ინდოეთში შეიძლება ბევრს არ მოწონს მაგრამ ბიჭო ხომ მაინც მგონია რომ უყურე სიცოცხლე რომ ესე რა ქვია ორი აზრია რა უმნიშვნელოვანესი ფასეულობა მაგაზე ვთანხმდებით მაგრამ ანუ სიტყვაზე რა ცხოველის დაკლა დღესასწაულზე და ადამიანის ეგეთი ფორმით ნახვა ხო ხდები კრემაცია რაღაცა დაგუცმაცება ანუ აი მაინც სხვა კულტურული შოკი მგონია რა ხო არა მაგიტო დავიწყე რომ ანუ ეგ კიდე ანუ კრემაცია იყო ნუ კიდე რაღაცას გადააგვერდა ეს ვიდეოს ვიღებ რა ჩემთვის თქვა რა ესე მდინარის სანაპიროზე და ესე უკან გავიხედე და რაღაც ტივტივებს რა ესეთი დიდი რა და მეთქი რა რაღაც ანუ ნაგვის გროვა რაღაც იმიტომ ნუ ბინძური მდინარე რაც დავაკვირდი ეს ფეხები რაღაცები და ანუ მკვდარი ორსული ქალი იყო რა მდინარეში. ვაიმე. და მეთქი ანუ რაღაც ხო მეთქი რაღაც მკვდარი გდია მეთქი მდინარეში რაღაცები ავტეხე რა და
არა, ერთ ორ თვეში რა იგო გაქრებაო რა იქავნე. არაფერი. გაქრება რას ნიშნავს? დინება აქ და დინარეში იმას იზავს რა, გაიხსნება რა. ან როგორი დინარე, ანუ კადრში ესე მე ვერ აღვქან დინება დიდი არა, ხო, ანუ აქ ჩავაგდეთ წავიდა, ეგრე არა, ტივტივებს ყველა. ხო, არა, აგდებენ რა, ან ორსული ქალები, ბერები და თუ სწორად მახსოვს, ბავშვებს არ წვავენ რა ცეცხლზე, იმიტომ რომ ისედაც უცოდველად ითვლება რა. ანუ ცეცხლზე დაწვის მუღამი არის ეგ რომ განიწმინდოს რაღაც და 60-ში მოხდეს რა იქავნ რაღაც ნირვანაში თუ. ხო და ამებს არ წვავენ და ეს ქვებს აბავენ და აგდებენ მდინარეში რა. ანუ ეს წმინდა მდინარე. ხო, ეგეთი ამბავია რა. და მე ეს თოკები რაღაც უყება რა დროთა განმავლობაში და ხშირია რა ეგრე რომ ამოტივტივდება რა. ეს მოცულობით რა. აი ამ ვარან ეს რიტუალები სადაც ხდება. ანუ გრძელი ამბავე თუ კონკრეტული ერთი ადგილია სიტყვაზე. არა, თლიან სანაპიროზე არის ვარანასი რა. ანუ ქალაქი ვარანასის თლიან სანაპიროზე, ანუ რო გადიხარ ერთ და იგივეს მას ხვდები, ხო? ყველგან მიდის ის რა კრემაცია რა. ეს რთული სანახავია ძალიან. ამდენი ხანი იყავ? 2 დღე. მანდ. მაგრამ თან მაკალაკის მუღამი ის არის რომ ანუ ეს მდინარე ხო წმინდა მდინარედ ითვლება რა და საჭმელს ანუ სასტუმროები რესტორნები ყველა მაგ წყალს იყენებს რა თეთრეულის გასარეცხად ვაფშე ყველაფერზე რა და გადაობა იყო რომ 2 დღე საჭმელი არ მიჭამია რა ეგ რო ვიცოდი აი არაფერ რაღაც ჩიფსებს ყიდულობდი მარტო და იქიდან რომ მოვდიოდი მატარებელი შემეშალა რა და სხვა მატარებელში დავჯექი და რაც საჭმელი დაარიგეს რა და რატომღაც აი არ ვიცი რა რატო ვიკაცე რა მეთქი იმას დავაგემოვნებ მეთქი და რაღაცა ჭამე რა რაღაც ბრინჯი რაღაცები და მე მეთქია ესეც ისა იქ გაკეთებული მე აუ კაი აუ ბიჭო აუ არა აი თან მაგრად მაინტერესებს აუ აიცი როგორ მაინტერესებს არ ვიცი რამდენად გავკაჩავ ყურებას რა არა საინტერესო არის კი ერთხელ სანახავი მგონია ხო არა მეორედ ნახავ რა მეორედ არა ხო აი ერთხელ ალბათ 1 საათი შევხედავდი აი ტიპაჟი ის ვინ მაინტერესებს ტიპაჟები რეალურად აი ვინცაც აი პროფესიასავით რო ხო იცი რო წვავენ ტიპები და რაღაცები აი ეგ როჟები მაინტერესებს რა ანუ მაგათვის ეხა ეგ არის ყველაზე ისეთი წმინდა სამსახურია ხო რა ანუ ეგრე თვლიან რა ეგენი და ნუ რაღაც ფულსაც აკეთებენ ტურისტებზე რა ანუ ესე ვერ გადაიხებ რა რომ მიხვიდე წაგართმევენ კამერასთან რაღაც ნუ გადაიხადო ეს. ნუ ცოტას გადაუხდი იქ და რაღაცა და მე დაყვებიან თა რაღაცებს განახებენ ესე ის რაღაცა და. ებაზრე რომელიმე ეს? კი, ერთ-ერთი ვინც იყო რა და იდეაში მაგარ მომიყვა რა ყველაფერი რა ისტორია, ანუ რატო აკეთებენ, როგორ აკეთებენ და ეგ რაღაცეები რა. ანუ მაგათვის არის როგორ იცი, ანუ დაჟე ახალგაზრდა ტიპებიც რა. აი მთელი ქვეყნის მასშტაბით ვინც არიან, ნუ ვინც ოღონდ ისე მორწმუნე და რაღაც არის რა, ანუ მათ ჩადიან და მთელი ცხოვრება სპეციალურად მან ცხოვრობენ ვარანაში, რომ მოკვდება ადვილად ის რა. ანუ ეგ მან გარდაცვალება ნიშნავს გარანტირებულ ჭყალებში იმას რა ქვია, ნირვანას რა. 24 საათი აქვს რა. ანუ თუ გინდა რომ 64-ში მოხვდე, ან 24 საათის განმავლობაში უნდა დაწვან და გადააგდონ მდინარეში რა, ანუ ფერფლი გადაყარო. და ეგ არის რა და ეხა ინდოეთის რაღაც შორ წერტილში რა ცხოვრობს ვერ ახერხებენ რა ჩაყვანას და მაგიტო ანუ ისენია რა მოხუცებულთა თავშესაფარები რაღაცები და ელოდებიან ბიჭო რა უცნაურია უაფშე რა უცნაური ქვეყანა ბიჭო კაი ვარანასი ისეთი ფიქსირებული შოკია რა გასაგები რაღაცის გამო ეხა გამახსენდა კიდე ერთი იყო ეს ვირთხების ტაძარი რა ეგეც გადაღებული ეგ მოიც როგორ ვირთხების ტაძარი რა ბაზარი აი რავი რაღაც ტაძარი არის სადაც ვირთხები არიან ხო არიან რავი აი მილიონობით ვირთხა რა თაგვი და ანუ ამას ეთაყვანებიან რა ანუ ღმერთები არიან ამათვის რა და იქ რაღაც აჭმევენ რძეს და რაღაცა და იქ ანუ თვითონაც რო ჭამენ ანუ შეიძლება ეს თაგვი და ეს ადამიანი ერთად ჭამენ რა და ვირთხა თუ თაგვი მოდ დაგვაკეთე არა ვირთხები თაგვები რავი ხო რა ყველა ზონა წავლის რა ბიჭო რა უცნაური ქვეყანა. აი ესე თავისთვისაც საჭმელს რო აკეთებენ, ეს თავგვები დარბიან რა, მცომზე რაღაც ჭამენ იქვე რაღაც და ჩვეულებრივი ამბავია რა. ინდოეთში მაგორად გელს იყავი მარტო თუ მოიარე? არა, ინდოეთში ბევრგან ვიყავი რა ახლა. და რა და აი უყურე აზიაში არ ვარ ვაფშე ნამყოფი რა. რეალურად იქით ხარეს. ნუ აი რისიქით არ ვარ ნამყოფი რომ
არსად, კაროჩე, ნუ ეხა აზერბაიჯანის აზია არ გაიშვებ, მაგრამ რაღაც პონჩი რა. იქით არ ვარ, ჩინეთში ვარ ნამყოფი, ხო, ჩინეთში ვარ ნამყოფი. ვიეტნამს გეგმავდი მე. ვიეტნამი მინდა, ოღონდ ეს სხვა პონჩი მინდა რა, ანუ რაღაც მეუღლესთან ერთად მინდა რომ წავიდე და დავისვენო. კუნძულზე ვგეგმავ იქით მალაიზიაში რა, რაღაცა თვითგადარჩენის კონტენტი უნდა გავაკეთო ოქტომბერში რა, 3 დღე რაღაცა უსაჭმელოდ უწყლოდ კუნძულზე მარტო დავჭე, ხო, აი ეგეთი რაღაც. მაგრამ აი კულტურასთან შეხების პონჩი არასოდეს ევროპის გარდა არსად ეგ არ მქონია. არა და აი რატომღაც მჯერა რომ ბევრად უფრო მაგარი სანახაობებია ვიდრე ევროპაში. კი, ბევრად. ემოციურ პონჩი მით უმეტეს რა. კი. ანუ ნებისმიერ ქვეყანაში ხა აზიაში სადაც არ უნდა ჩახვიდე, ჯერ ანუ სილამაზე გინდა კულტურა, ანუ რაც ანუ ჩემთვის აი რა სხვა სამყაროა რა. ევროპას ესე ვეღარც აღვიქვა უკვე რა, სამოგზაურო. ხო, ერთი ლანდშაფტია თითქოს. ხო, რა, ანუ ერთი ისა რა ძირითადად გავს რა ყველა ერთმანეთს. ხო, აი ეგ ქონდა პირველ ტურნეში რო წავედით, აი ზუსტად 10 დღეში ისე გამიტრუხდა ძმაო. მე ვთქვი ყველა ერთნაირი შენობა ხო ხდება. ნუ აი სიტყვაზე ხო ვენეცია просто ძალიან ამოვარდნილი ტიპია რა. წყალში ქალაქი დგას და ეგეთია, მაგრამ დანარჩენი ანუ აი ქალაქები, ხალხი თითქოს ანუ ყველაფერი იყო ერთფეროვანი რა. ანუ არაფერი განსაკუთრებულს რო უკვე ვეღარ იჭერდა. მგონია რომ აზიაში მაგას ფიზიკურად ვერ იზავ რა. იმდენად სხვადასხვა პონტია, იმდენად სხვადასხვა რაღაცა არის. კაი, უყურე ინდოეთის გარდა კიდე რა იყო? უცნაური? უცნაური. აი ყურე სიტყვა უცნაური არა ერთაზროვანი თემა არის. ვისთვის რა არის უცნაური რა? მაგრამ ეხა ეგ ვარანასის თემა იაბნად ძალიან ამოვარდნილია რაღაც სტანდარტებიდან. აი ეგეთი რო აი შოკი რო ქონდა რა ისეთ კულტურული. ბიჭო რავი. ეხა რო გითხრა ესე კონკრეტულად რავი. არ მქონია რა ეგეთი რაღაც რო აი რაღაც ძალიან რაღაც შოკში ვიყავი რა. ანუ ავღანეთი იყო კიდე ეგეთი რა. აი ქალების უფლებები მაგალითად რა. բայց ავღანეთი უსაფრთხოა რაღაცა დაცოცავზე თუ რა გინდა ბიჭო რაღაც გძნობ ტიპი და დიზეთში. ხახო სტუდიაში მაგალითად აი რაღაცები ხდება ცხელა რაღაცას გძნობ რომ ზე დადის ეხლა უცბად დიდი ობობა რო ამოვიდეს რა. ოღონდ ავღანეთში რადგან აი ესეთი ომის და იმის ეს არის რა ბექგრაუნდი არის. უსაფრთხოების ამბავში როგორ არის? იდეაში უსაფრთხოება რავი ხა ტურისტებს არ ერჩიან რა რომ ხედავენ რომ ტურისტია თუ რაღაც ასწავლოს არ გააკეთებ არავინ არაფერს არ გეტყვის რა აი კამერით ქუჩაში გადაღება მაგალითად ეხა ვიღაცის ან ქალის გადაღება არის აკრძალული რა ან ქალი რომ მოხდეს კადრში შეიძლება დაგიჭირონ რა მაგის გამო ქალი რომ მოხდეს კაცი ნებისმიერ პონჩი ანუ მნიშვნელობა ან ქალს ზოგადად არ აქვს გარეთ გასვლის უფლება ქმრის გარეშე რა ქმარმა უნდა მოკიდოს ხელი და გაიყვანოს უნდა მაღაზიაში ან რაღაც ქუჩაში. ისე ვერ გავა. მარტო ქალს ვერ ნახავ ეგ პონტია? ვერ ანუ არა გასვლის ან ქმარი ან ნათესავი კაცი უნდა იყოს ვიღაც რა ვინც დაყვება რა. და ხმის ამოღების უფლება არ აქვს ქუჩაში. ანუ მე რო იმის ხმა გავიგო არ შეიძლება რა. ხო არ ღარდა. ხო მაგის გამო შეიძლება რაღაც დასაჯონ და გაამართლონ. დაფარულები დადიან ხო იასე? ხო ანუ საერთოდ არაფერი არ უნდა თვალებიც არ უჩანს არა. ბიჭო, შუტია რა. გრამე ინსტრუქტორი შეგიტარე შესვლის წინ? ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება. ბიჭო, ერთი იყო ეგ რა, რომ ესა. ქალი არ გადაიღო, ხო რა. ერთი იყო ეგ. ქალი არ გადაიღო და რაღაც შორტებით არიან რომ ეგეთ მოხდა. ხო და ნუ იმ თვითონ სამხედროების რა თალიბანი ვინც მართავს ეხა რა, ვისაც ამდენი ხანი ებრძოდნენ, ეხა ეგენი მართავენ რა ქვეყანას რა. და სიიდან ამოვიდნენ ხო ტერორისტების სიიდან თუ რაღაც? არა, ოფიციალურად ტერორისტების ქვეყანა რა მართავენ რა ჩვეულებრივად. ფინანსების ამბავში ორლარად ჩახვალ ჩამოხვალ ეგ თემა? ბიჭო, არა, ორლარად ვერ. მაგრამ ერთი ავიაკომპანია სურას დადის რა. ეს რაღაც ავღანური ავიახაზები რა. ავღანური ავიახაზი. ესე რო ჯდება თვითფრინავში. მაგას გადავდი ადრე იყო ის რომ აი ავღანელი რო თვითფრინავში ამოვიდო და ყველა იძაბებოდა და მეთქი ეხა ჩემი ფეხით ვხდები ავღანელებიც საოცრად თვითფრინავში მეთქი უკვე რაღაცა ისა რა. იაპონიაში ხარ ნაყოფი? არა და იაპონიას გეგმავ ახლო მომავალში რა. ცოტა ისე. რაღაცა კოლაბი ცხოვრობთ. ეხა 4 კაც დაგეგმილი 4-ის. კი. ვარ დაიწყეთ. არა, რაღაცები განიხილება რა, მაგრამ ჯერჯერობით ნახოთ რა. ახლო მომავალში რა იქნება როგორ. მაგრა მაინტერესებს რა სიზო. სვეტში მაგრად მაინტერესებს. კარგი იდეები გვაქვს. просто რას ვეხტები, იცი? თუ გიფიქრიათ ამაზე. ანუ 4 არხი გააკეთებთ просто ერთად ვიდეოსაც ყველანი გამოჩდებით ერთმანეთთან თუ ერთი საერთო ვიდეო იქნება რამე.
არა, ერთი ვიდეო არ იქნება, იდეაში რამოდენიმე იქნება და აი ზუსტად მაგის დაალაგების პროცესში ვართ, რომ რა და როგორ და რაღაც. ხო, ჯერ რთულია რა, 4-ვე ერთმა რო ზედმეტად საბანი არ გადაკაჩოს, ხო ხდები, ანუ ბუნებრივ შეიძლება შემთხვევით რა, ანუ რაღაცა ძალიან რო არ წაიღოს და აი თანაბრად რო იყოთ თან და თანაბარი რთული დასაგეგმია რა. ხო, ძალიან რთული საქმე არის, მაგრამ რა ნახოთ რა, თუ გამოვიდა რაღაც კაი საინტერესო რაღაც გამოვა და ნახოთ რა. წარმატებები მე უზი ვარ, მაგრად უზი ვარ. აუ აი მაგრამ შურს რა. ცეჩ გეუნები ერთადერთი კონტენტის მიმართულება, რომელიც აი ძალიან მინდა. მაგრამ მე ფიზიკურად ძალიან ძნელია რა. ხო აი დრო არ არის ახლა მაგისი რა, რეალურად მაგის დრო და ფუფუნება მაგისი არ არის. დაალაგება, რესურსი, ფინანსები, გასაგებია ხო რაღაც ეტაპზე უკვე არხ სპონსორები უჩნდება. მაგრამ როგორც შენ თქვი თავიდან ხა იცი ხო როგორი ხარჯიანიცაა რა როდესაც მარტო მოგზაურობ რა შენი მეძე ხარ მოგზაურობის რა ყველაზე ისეთია რა ალბათ ხარჯიანი რა ცოტა ყველაზე ხარჯიანი აი როგორ ისე მე ხა ვცდილობ რომ მაქსიმალურად ბიუჯეტურად ვიმოგზაურო რა ჩემი რაღაც ერთ-ერთი ის არის რა რომ აი მაქსიმალურად ვისაც მოგზაურობა უნდა არა აქვს ხა ბევრი საშუალება ისეთ სასტუმროებში ვრჩები ხოლმე და რაღაც რომ აი სასწაული. ნახე რა დერსკის სასტუმროებს. მე რა მევასწრებიცი, რო ხედავ ხოლმე ჩანთით. ანუ ეგრევე ჩემი თავი მახსენდება, იმიტომ რომ აი ეგრე გადაადგილება რუგზაკით რა. ხო ხდები კიდე ცოტა სხვა ვაიბი არის. მთელი სახლი რო დაგაკ რა, ყველაფერი რო დაგაკ თან. ეგ მისწორდება მეც რა, ჩემოდანი რაღაცა არა მოგზაურული ის მაქვს. ხო, მეც ეგ მაქვს რა, ანუ აი ნომერში მელოდება რაღაცეები, ხო ხდები ეს არის მოტო სიტყვაზე გავაჩერე, ყველაფერი ჩავყარე რაც ღირებული არის და წავედი ფეხით სადღაც. ხო, ეგ ძალიან საინტერესო მიმდინარე. ვაფშე აი ჩემი ინსპირაცია რომ მკითხე, ალბათ ისა რა ჯუმბერ ლეჟავა იყო რა. რა მაგარი. მაგკაცის ისტორია უნდა ისწავლებოდეს ალბათ იმაში სკოლაში. საოცარი კაცი იყო რა. ხო, ალბათ ეგაა ინსპირაცია რა და მე თავიდან ველო მოგზაურობა მინდოდა რა. გოტამ ხო გააკეთა ძმა? გოტამ საქართველოს გააკეთა. ძალიან კარგად გააკეთა ხო. ხო. გოტამ მოკითხვა პრაზა, მოკითხვა. ხო და კაი რაღაც გააკეთა. ხო და ნუ პროსტა რთულია რა. ბიჭო ჯანმრთელობა უნდა, ანუ ხოდი უნდა რა, ანუ სად უნდა იყო რა თან ეხა საქართველოს რო გაცდემით უმეტეს რა ეხა რაღაც რეალურად მან დიწყო ყურე საქართველოში მოგზაურობა იასნათ მაგრად ასწორებს მაგრამ ყოველთვის გაქვს ერთი ზარის იმედი რა ანუ რაღაცა რომ მოხდეს ერთ ზარს გააკეთებ და გიშველიან რა ვიღაცა მოვა მინიმუმ მასპინძელოს დაიყვირებ ხო ხდები რაღაცები როგორც კი ქვეყანას ცდები იწყება სხვა თავგადასავალი რა და აი ველოსიპედით რო ხარ და თან იმ ეპოქაში როცა ჯუმბერ ლეჟავა მოგზაურობდა იმდენი ხანი ეგაა ხაზგასასმელი რა დროს დადიოდა ველოსიპედით რა ქვეყნებში აბა ბიჭო და რაღაცა 60 ჯერ მე მგონი 60 ციხე ნახა კანიბალებთან მოხვდა ძალიან ბევრი დაყაჩაღებები და ბევრი რაღაცა რა ძალიან რთული საქმე გააკეთა მაგრამ ეხლა ჩვენ ეხლა რო რაღაც ისეთ ქვეყანაში ჩავდივართ რა რაღაც ინტერნეტი არ გაქვს 1 საათი და უკვე პანიკაში ხარ ხო ბაზარი რომ მიუწერო რამე რომ მომივიდეს ვაფშე სხვა კვერცხები უნდა მაშინ წარმოიდგინე მაგრამ მაგარი ჯანმრთელი კაცი იყო თან ხო გინესის რეკორდსმენი იყო ეგ აზიდებში და რაღაცეებში რა ანუ რა ჯანმრთელობა გინდა რომ პლანეტას ველოსიპედით დაარტყა 10 წელი იმოგზაურა რა შემიდე დავატ 10 წელი მე მაგ იდეაში ანუ ბოლო რაღაცა წიჩკა რა რაც გინდა რომ დასვა მოტო თემაში ეგ მაგ დათვლილიც არის ხო ხდები ერთი ალბათ 5-6 წელიწადში შევეჭიდები რომ წრე დავარტყა თქო იმას რა მოტოციკლეტით წავიდებ გაუკეთებიათ რა არიან ბევრი არაქართველი მოგზაური ასრად ბაიკერები რომლებმაც გააკეთეს და რეალურად ერთმა წყნარად იმოგზაურა ხო ესე კვირაობით რო ჩერდები სხვადასხვა ქვეყნებში რო ათვალიერებ რაღაცა 365 დღეში მაგრამ ოპტიმალური დრო ჭირდება აი დღეს ამ რესურსით სიტყვაზე მოტოთი რო ვიარო 9 წელი გჭირდება რა ნახევარი წელი არ არის იდეაში პატარა დრო მაგრამ შეადარე 3 წელს რეალურია ხო რა არა რეალურია ცოტა რეალურია პროსტა ეხა ისა რა ვიზები და ხო ხდები რა ძალიან ბევრი რაღაცა გაქვს და დასაორგანიზებელი გზაში რომ ვიზები მოაგვარო რაღაცეები მოაგვარო ხო იდეაში ეგ არის ყველაზე რთული რა შენ როგორ აგმაშვები ხოლმე ვიზებს რა ძირითადად მე თვითონ ვაკეთებ რა ყველაფერს რა მაგ ქვეყნებში ვიზები ისეა ხო ადგილზეა ძირითადად
აზიაში ძირითადად ეგრეა რა, ან ადგილზეა, ან ონლაინ აკეთებ რა. მაგრამ მარტივად კეთდება. ხო, ძალიან მარტივად არის. აი ხა არის ქვეყნები, ხა ავღანეთში მაგალითად ძალიან ბევრი რაღაცები ჩავსულიყავი რა. უზბეკეთში ვიყავი და უზბეკეთიდან რაღაცები გავაკეთე და მოკლედ. თელი ისენი იყო. ჩემი მიდიხარ ხოლმე თუ ჩაფრინდა ჩამოფრინდა. თუ აი ზღვაზე ერთ მოგზაურობას დაიწყებ და იღებ რაღაც 4 ქვეყანას მერე ბრუნდები ამ მონტაჟზე. ვთქვი რომ ეგრე გავაკეთო ხო რა. ყველაზე დიდი ხანი რამდენი ხანი გასულხა? სადღაც 2 თვე ალბათ რა. არ არის პატარა და 2 თვე. ბაზარი არა. 2 თვის მერე უკვე რო ჩამოდიხარ ისე ხარ რა რაღაც. გადაწყობილი ხარ რა უკვე იმაზე მერე გიჭირს აქეთ გადმოწყობა ისე მოგზაურობიდან რა. ბიჭო არა ხო. მოსაძნელია რა. ეხლა უკვე ისა 2 თვე უკვე ვეღარ ვახერხებ ხოლმე, იმიტომ რომ ხო რაღაც ისა რა არხი რო იზრდება, მე რაღაც პასუხისმგებლობებიც გეზრდება რა. ეხლა ადრე არ უყურებდი ეგრე რა, რაღაც ისე ვიყავი ცოტა უფრო ლაითად რა. არხი რო აი ვარანასის ვიდეოდან რო დაიძრა და რაღაც 10,000 და 15,000 გამომწერი უკვე მეთქი ხა რა ვქნა მეთქი ხა რა. ხო, ბაზარი. რაღაცა ისა რომ სტაბილურობა უნდა მოაკლდა. სტაბილურობა ჭირდება, სპონსორები რო ჭდებიან იმათთან უკვე სხვა პასუხისმგებლობები და რაღაცები. ეხლა რამდენზე არხი? 50 მიუკაკუნე. საკაიფო რა. აღწერაში რა თქმა უნდა, მეგობრებო, რა თქმა უნდა ლეოს არხი იქნება. ვისაც მოგზაურობის კონტენტი გევასებათ, რაღაცა ახალს ეძებდით და შემთხვევით მოხდა ისე, რომ ლეოს არხი არ იცოდით, როგორც მე, რაღაც რამდენიმე თვის წინ არ ვიცოდი, თუმცა აგერ კაცი რამდენი ხანია შრომობს, სასწრაფოდ გადავიდა, დააჭირა, ყველა ვიდეო ნახა, ვაფშე ყველა პლეილისტ, მაგრად ისიამოვნებს, მართლა გეუბნებით ისეთია რა, გამორჩეული რაღაცნაირი დერსკი კონტენტი არის რა. მადლობა. ძველი ვიდეოები ცოტა მენანება რა ჩემი, აი ეს ნეპალი მაგალითად რა. გენანება რა კონტექსტში? იმდენი ნახვა არ აქვს რა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაშინ ახლა არც გამომწერები მყავდა არც ის რა, ანუ არ ვიყავი ესე რა, უბრალოდ აი ისეთი დაძაბული ვიყავი ხოლმე რა, ახლა ჩემ თავს რო უყურებ რა მაშინდელს რა, კამერას ვუხთავდი, აი რაღაცა იმენა რობოტივით ვიყავი ხოლმე და ახლა რო უყურებ, აი სიამოვნებით ას თავიდან გავაკეთებდი ამა ყველაფერს რა, ბევრად შესაძლებლად რო დევს ასწორებს. ხო, არა, ეგ არა. ბაზარი არა. აუ ნეპალი როგორ მინდა, მოყევი რა, ნეპალის გამოცდილი. ხო, აი ნეპალი აი აზია თუ გაინტერესებს, ისეთ კულტურა, ბუნება, აი მოკლედ ყველაფერი არის ერთ პატარა ქვეყანაში და თუ აი ეს არ გინდა რა, თან ეს სიგიჟე რა, ეს ინდოეთის და ბანგლადეშის და რაღაც ეგეთი რაღაცები რა, იდეალური ქვეყანაა რა, ძალიან გამისწორდა მეც რა. თები ბუნება, ერთი რაცა გზები არ არის რა. აი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში რო ჩახვიდე, რაღაც ავტობუსით გჭირდება 14-15 საათი რა. მეთქი კიდე დღეო ახლა მეთქი იტყვა და ორ ქალაქს რო რა. და აი როგორი გზებია, იცი ესე წყნარად არ მიდის რა, ინგრევი რა იმაში ავტობუსში რა. 14 საათი აი ერთ ადგილზე ვერ შევდები. სულ ან დანგრეული გზები არის რა. რატო ტურისტები ხო ბევრი ჩადიან ცოტა მოიწევს. ტურისტები არიან, აი ძალიან ბევრი, მაგრამ ძირითადად და ისა რა გადაფრენები არის ხოლმე რა ქალაქებს შორის და მაგითი რა. ნუ ცოტა ძვირიჭდება. შენ ტიბეტში? ტიბეტი ცოტა ისა რთული საქმეა რა. ხო, მაგრამ ეგ გზა არ არის, через ნეპალი არ მიდიან ხოლმე ტიპები, მე როგორც ვიცი. უფრო ჩინეთიდან. ჩინეთიდან? მე რატომაც მეგონა რომ через ნეპალის პონტი არის რა. ნუ ჰიმალაის მთებში არის ეგეც, მაგრამ უფრო ჩინეთიდან არის რა და ჩინეთიდან რო შეხვიდე, ცალკე გიდი გჭირდება და ნებართვებიდან ესე მარტივად ვერ შედიხარ რა. ტიბეტში ეგრე რთულია? უიდე და როგორ მინდა ნეპალის ნახვაც მინდა ძალიან. ჩინეთიდან ნეპალს გირჩევ. ხო, ძალიან კაი ქვეყანაა რა. მართალია რომ იმენა 20 ტეტრად. მერტი ხარ ეგ პონტია? ხო რა, ხო და ეს სალაშქრო აღჭურვილობა ეგეთი რაღაცეები თუ გინდა, რავი, აი ძალიან იაფად არის რა. და კარგით ა? კი. ძირითადად მანდ მე North Face მადლობა, ყველაფერი მაქვს ვაფშე, მაგრამ ნუ ასწორებს რა, მოგზაურებისთვის ეგრე თუ არა. კი. ან ძირითადად მაგიტო ჩადია რა მანდ რა. ლაშქრობა ვისაც უყვარს და ევერესტი რაღაცა ეგეთი ამბები. მან მოსაწევათად ჩადიან, ეგ ხო ის თემა კულტია მან, ხო მოსაწევის თუ რაღაცა. ეგ არ ვიცი. როგორც მახსოვს, ნეპალში არის ეგ რაღაცა შამანური დვიჟენიები რა. ხო, აზიაში ბევრგან არის ეგ მიმდინარეობები რა, ბევრგან გამიგ ნეპალში. ხო, ნეპალში მაგაგებული, შეიძლება მერევა, მაგრამ ნეპალში მაგაგებულია ეგ პონტი. ეხა ტიბეტი რო ახსენეთ. არჩერთი მოგზაურია.
ბელორუსია თუ არ ვცდები რა, საოცარი არხი აქვს ხალხო. ეგეთი მაგარი არხი მე მოგზაურობაზე ტიპი დოკუმენტურებს აკეთებს ქვია. არხს ქვია დიდი არხი 4 მილიონიანი, ხაჩუ დამოი ესე ქვია. საქართველოშიც იყო, იცი ეგ არხი ძალიან დერსკი ტიპი არის. საქართველოშიც იყო ძალიან საკაიფო ეპიზოდი აქვს. თუ სწორად მახსოვს, მაგას ქონდა ტიბეტზე ეპიზოდი. იცი როგორ მარხავენ ტიბეტში? ნე გარდაცვლილებს. აი მაგ პროცესის ნახვა, სიტყვაზე ვარანასი რო ავიღოთ რა. ვაიბი სადღაც ერთ იგივე, მაგრამ ვარანასთან შედარებით ის რაღაც ძალიან ბრუტალურია რა. აქ არის ეხო ძალიან მაღალი მთებია. შესაბამისად მიწის ამოჩიჩქნა და რაღაცა ისეთი ძალიან რთული ლანდშაფტია რა. მანდ არის მაპატიეთ, მაგრამ უნდა მოუყვე. ანაწევრებენ სხეულს რაღაცა რა, ნაწილ. მერე და ეს ძალიან დიდი პატივია რა. მერე ნიტო მარლაში თუ რაღაცაში ახვევენ. არის სპეციალური ადგილი რაღაც ძალიან შემაღლებული, სადაც ჯდებიან სვავები, წარმოიდგინე. და სვავებთან მიაქვთ საკვებად რა. ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომ ანუ ყველაფერი ხო ციკლია რა, ანუ ყველაფერი ცირკულირებს, წარმოიდგინე და ისევ ბუნების რაღაცა ნაწილი რო ხდები რა. ეგ ჯოროგანს აქვს ოცნება რომ მოუკვდებიო. როგორ გინდა ვიღაცა ეკითხებოდა რილსი ვნახე იმ დღეს და როგორ გინდა კრემაცია გინდაო თუ დაგმარხონო და არაო. ტიბეტური წესით მინდაო რა, ვიფიქრებ, წარმოიდგინე რომ მოკვდე ტიბეტში დაგარაკუწონ და წაგიღონ ტიბეტში და ვიღაცა სვავი რო გაგძიძგნის რა. აი მაგის ნახვა მინდა ძალიან. კარჩი აზიაში მოგზაურობა საოცრად საინტერესო მგონი. ამერიკაში არ ხარ ამყოფი? ამერიკაში არა და ვიზაც არ მაქვს და როგორ მოხდა ეგ ამბავი? შეჩებნაირო. როგორ მოხდა და ეხა ბოლო პერიოდში ისეთ ქვეყნები მივაბი. პრობლემებს ვიზის აღება? ესე მითხრეს რომ მე მგონიო დაივიწყეო ამერიკის ვიზა, მაგრამ მართლა ბიჭო? ხო რა, ავღანეთის მერე განსაკუთრებით რა და ირანი და უი დედა. არ მაინც ვცდი რა. ანუ სიტყვაზე თუ რაღაცაა და მეც გეგმა მოგზაურობა, ჯერჯობია ამერიკის ვიზაზე შევიდე, გავიправო, მაგრამ მე ამერიკის ვიზით რო არ შეგიშვან იქ? ამერიკის ვიზით არ ვიცი, მაგრამ იქ ავღანეთში შემხვდა ვიღაც იუთუბერი იყო რა, რაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავდა და ჩემ ახლობელს ჰქონდაო ამერიკის ვიზაო, ავღანეთში ჩამოვიდაო და გაუქმესო რა. მოქმედი ვიზა. ამერიკელებმა გაუქმეს, იმიტომ რომ ეს ტიპი ჩავიდა ავღანეთში. რატო აგენტი გონი ხარ მაგ დროს თუ რა გაგება? ხო, არ ვიცი რა, ანუ რატომ მიდიხარ ავღანეთში, ალბათ ეგაა პირველი კითხვა რა, მაგრამ ნუ რატო რა. ბიჭო, ისეთი დილემაა რა. ამერიკა და ავღანეთ შორის რა თქმა უნდა ავარჩევდი ავღანეთს. არა, ამერიკის საერთოდ თუ ამას უყურებთ. არავითარ შემთხვევაში ავარჩევდი ამერიკას, მაგრამ გლობალურ მასშტაბში რო აიღო ძალიან ტეხავს, ანუ თითქმის რაღაც აზიის ბევრ ქვეყანაზე გიწევს უარის თქმა რა. ხო და ანუ მე იდეაში ეგრე უყურებ რომ მოგზაურობ რა და YouTube არხი მაქვს, შემიძლია ვანახო რომ ანუ რაღაც ისეთი მიზნები არ მაქვს რა არა. ეგ შველის ბიჭო, ეგ მაგრად შველის რა. რავი მეც იმედი მაქვს, ან სოსოს დიდი იმედი მაქვს რა. სოსო ამაშვება ხო აყომარებს ეგეთ რაღაცებს? ხო, რა ვიზებზე რა. სოსოს ხო თუ რაღაცა შეთან უნდა მოვიდე ბრაზა მეც. აუ მე მაგან გადამარჩინა, აი წინა ტურნეში მიჭერდნენ ბულგარეთში. ანუ ვისაც შემთხვევით შარშანდელი ტურნე არ გინახავთ, ბულგარეთში რომ შემოვდიოდი უკანა გზაზე, ღამეა, 4 საათია და დაზღვევა არ მაქვს. ანუ ერთ მას მივაკითხე რაღაცა საზღვარს რა ბულგარეთის, სადღაც მთებში, აღარ მახსოვს, მე მგონი მაკედონიიდან გადმოდიხარ რა, მაკედონიიდან მოდიოდი და მითხრეს რომ დაზღვევა არ გაქვს, ვერ გადაგიშვებთო. მაგ დროს ყიდულობ საზღვარზე რა, საბაჟოზე და დაკეტილიაო ეხაო და წადი 200 კილომეტრშიო რა. და აუ ბიჭო, თან ისა რა ქვია, პარასკევის ღამეა, შაბათ-კვირა მოდის. შეიძლება ღია იყოსო რა. და კაროჩე მივდივარ ამ შიშებში რომ აუ მე ვთქვი ახლა რო რაღაცა ვერ ვიშოვო ეს დაზღვევა შაბათ-კვირა აქ უნდა დავკარგო, გავატარო თუ რაღაც და აი ამ კანკალში ვარ ღამის 4 საათზე მივედი, პასპორტი გამომართვეს და ბიჭო სტრანად იწელება რა სიტუაცია, ძალიან სტრანად რა. ხო ხდები ტიპმა ერთი 10 წუთით მეტი იმას ქნა, არ გააღო ეს პორტოჩკა და მე გავიდა სადღაც. თან კამერას თავ ვიყინები რა, მე ვთქავ ხო რაღაცა ნიტუარი და მეძახის როგორი დაძაბულიცი. შენო ესე მეც. მოდი 1 წუთი აქ. ვთქვი დასვევის გამო ესეთი დაჯმას არა საჭირო დაველოდებით. ბიჭო, შემიყვანეს, მაკაჩავებენ.
ვაფშე როგორ ბედაო ეს ტიპი მეუნება რომ ბულგარეთში ბრუნდებიო რა ვახ მე ვთქვი რა რატო ბიძია გადახედე ხო რა გავაკეთე ბიჭო ვიხსენებ მე ვთქვი რა და კაროჩეო თან ავტომატიანი ტიპები ოთახში შემოდიან ვიღაცა ქალი შემოდის თუ რაღაცა და კაროჩეო ჯიხური რო გატეხევს არ საფრანგეთშიო ბოლოს როდის იყავიო ბიჭო ვიხსენებ ვიყავი 2020-ში თუ რაღაც 20-ში მე უთხარი თუ ჯიხური რო გატეხეო და ვალუტნიდანო ფული რო გატანილი მე ვთქვი მაიცავ ბიჭო და კაროჩე ტიპი მეუნება რომ შენო ხარო ეხაო ძებნაზეო ერთადერთიო საქართველოში დაბრუნება თუ გინდა მე რო ეხა აქ შეგიშვაო ვაფშე მადლობა თქვიო რომ ეხა არ გიჭერთო თუო გინდაო წადიო მთელი ეს გზა უკან ნახევარი ტურნეზე მეტი გაიარე და ისეთ შედიო საქართველოს ჩერე საბერძნეთი აქ რო შეხვიდეო დაგიჭერო ბიჭო მეუნები არა ვარ მე ის კაცი ვინც გონიო მერე გამიყვანეს გვერდზე ოთახში დაკითხვას და ფოტორობოტს მონახებენ რა. ცოტა დაფიქრდი ხო? აი ამხელა ფოტორობოტია. ბიჭო ძალიან ცუდი ხარისხი და პირველი ტელეფონები რო იღებ და ხო იც კამერა რო უკეთდებოდ. მელოდი ტიპია ბლანჟეთი. ზუსტად ჩემ წელს დაბადებული, ზუსტად ჩემ დღეს დაბადებული, ოღონდ გვარი აქვს სხვა. თვეუნები არა ვარ ეს გეგეშიძე იყო რა გვარად. ვარდოსანიძე. ეგ ფინტიო იციო ვის სასწავლეო. ახალი აღებული მქონდა პასპორტი, რა ძველს ვადაგავით. პასპორტი გაქო გამოცვლილიო. ვახ, ბიჭო აი უკვე მაკაჩავებენ რა უკვე რაღაც სადღაც უნდა წამიყვანონ და ერთი წუთი ხალხო მე უთხარ, ერთი წუთი. YouTube-ი არა გაქვთ მე უთხარი და რადგინდაო YouTube-იო რა. ტელეფონი ჩემი სად არის მე უთხარ მომიტანე და პრეზიდენტთან მაქვს მე უთხარი, იმიტომ მე ვარ ვიგო ეთქი მე ვარ რა კოსმონავტი მსახიობი ჟურნალისტი თუ რაღაცა და ვანახე რა რო ვარ ვარდოსანიძე მართლა და აუ ბოდიშები და ხელზე კოცნები და გადამარჩინე ტელეფონი რო არ მქონდა და YouTube-ი რო არ ყოფილიყო უეჭველი მაგარ შარში ვიყავ. ეჭრის ხოლმე ხშირ გეონე აი ბოდიშებით და იქით საზღვარზე გადარეკეს რომ ეხა შემოუშვეთ ქვეყანაში და გამოშვების დროს არ შეუქმნათ პრობლემათი მაინც შემიქმნეს ხო ხდები მაგრამ უთხარი რომ აი გადმორეკილი რო იყო თქო და მე ბოდიშებით გავამშვეს პროსტა YouTube-მა იმენა გადამარჩინა რა ერაყშიც მქონდა ეგეთი შემთხვევა რა კამერაზე დამიჭირეს რა გადაღება არ შეიძლება იდეაში არც ვიყებდი არაფერს ხო და ისა რაც განყოფილებაში გადამიყვანეს ამართოს ყველაფერი რაღაცა და რომ მეთქი უხსნი რომ რაღაც არ ვიღებ მეთქი არაფერს უბრალოდ რაღაც არ შეიძლება და იქ გადაღება სადაც გავიარე რა ესე მოძრაობდი არა კამერა არც მქონდა რა просто ანუ რაღაც იმაში გავიარე შესამოწმებელი ის რო არის რა დეტექტორი თუ რა და ჩანთაში ნახეს რომ კამერები აა ვაფშე თან არ უნდა ქონოდა ეგ პონტი იყო ხო რა დაინტერესდნენ რომ რატო რაღაცა ის რაღაცეები და ну ბოლოს ეგრე რა მეც რომ მეთქი რავი YouTube-ზე შედით მეთქი რა YouTuber-ი ვარ მეთქი просто მივდიოდი სასტუმროში მეთქი აქ არც ვიღებ არ გადავიღებ მეთქი გამიშვით აქეთ და პრობლემა ჯარიმის და ყველაფრის გარეშე ხო რა просто რომ ნახეს ეგ და რაღაც მე გამიშვეს ხო არა ბიჭო მაგრამ მიშვა თან წიჭკა მაქვს ეხა რა წიჭკაც ავიღე თუ რაღაცა განაცხადი 100.000 მერე და ეგეც კიდე რაღაცა დაჟე ქვას ხეთქავს რა და აკრას რომ ნახეს მაგრამ მიშველა აი მაგრად ვინერვეულე რა ვაფშე გაუშარი ხარ რაღაცა ეგეთ შარი ქონია დაჭერის არამე თემა ბიჭო დაჭერის ესე დაჭერაზე ან ჯარიმა რაღაცა მე ჯარიმები ბევრი მაქვს ნახატი დაჭერაზე არა მაგრამ აი ნიგერიაში მე და სოსო გადავრჩით რა ეს ტიპები რო იყვნენ ტელეფონის თემა რო იყო ჯუმად კადრში არ ჩანს ანუ თქვენ ხა ისე იმაშვებით რა კადრს მიღმა რა მოხდა კადრს მიღმა ახევა უნდა ტელეფონის აუ იდეაში წაართვეს რა ანუ სოსოს ტელეფონი წაართვეს მე კამერა ის მომგრიჯეს მიკროფონი ტალპა მოვიდა კამანდა იყო ბევრი მოვიდა აი ძალიან ბევრი აი რაღაც ფილმებში ხო გინდა ხო აფრიკაზე რა ეგეთი რაღაცა პროსტა ვიდექით ჩვენთვის რა და უცებ ესე ძალიან დიდი წრე და ეს რაღაცა ფულზე იყო რა ლაპარაკი რა და მეთქი ან უკვე გადავიხადეთ რა ვიღაცას მივეცით თქო რა იქ სხვა დადიოდა და ეგ არ მაინტერესებს კაცო აი ეს არისო აქო მეფეო რა იქ მეფეებს ეძახიან ხო მეფიშვილი არისო თქვენი ხო ეგ on სხვა უბნის მეფიშვილი აი მე ბევრი სამეფოებია ხო სამეფოები და ერთმანეთში და ვიღაც ტიპზე მანახებს რომ აი ეს არისო რა მეფე ამასო ფული უნდა მიცეო და მეთქი აღარ მაქვს ფული გადავიხადე უკვე რა და ამ დროს აი ძალიან დიდი კამანდა მოვიდა და ეს ალყაში გავუჩნდეთ უცებ და მეთქი всё ეგ ასასო მეთქი დამთავრდა კარიერა მეთქი ბიჭო ანუ რა სიზავდნენ იდეაში პროსტა გაქცეცავდნენ იმით რა რაღაცებს წაიღებდნენ რა ხო ნუ მე ტექნიკას წაიღებდნენ რა და ამასობაში ანუ იმ სოსო ურეკავდა იმის შვილს რა მეორე მეფის შვილს ხო რა და ის არ პასუხობდა რა და ნუ მე მოვიდა და რაღაცების დააბრუნეს ფული წაიღეს რა ბოლოს ეს ტექნიკა დაგვიბრუნეს და ფული წაიღეს რა რა მაინც წაიღეს ბიჭო ხო მაგრამ მე დააბრუნეს და აი ტიპმა დააბრუნებინა ფული
თან რა გებინებ ბიჭო, რა გინდა რო ქნა. არა, აგებინებ კი არა, აი, რა ვიცი, თან დიდ ფულზე კი არის ყველა ბოლოს რაღაცა $10 წაიღეს თუ რაღაცა და მეთქი გეთქვათ. გეთქვათ $10 თუ გინდოდათ. ანუ მანდის ტელეფონი წავიღეთ დავალომბარდეთ, მაინც ვერ იზავდნენ, ხო ხტები, არაფერი შეჭირდებოდა. წაიღებს რა. ბიჭო, ხო, იქ მაგარი საშიში. ამას ვეუბნებოდი ერთს, რომ მეთქი ეხა ფული ხო გინდა, მეთქი აქედან გაგვიყვანე, მეთქი ეხა მე და სოსო უსაფრთხოდ და მოგცემ მეთქი რა ამ ფულს თქო რა და ამ დროს უცებ წავიდნენ რა და თურმე სოსოს რაც ედო ჯიბეში წაიღეს და მეთქი რამდენი წაიღეს და მე და ერთი $10. გეთქვათ და მოგცემ. ეგ ხო ის ეპიზოდია წყალზე რო ქალაქი იდგა თუ რაღაცა. ოეგრაჟუტ კი იყო. თუ არ გინახავთ ნახეთ ხო რას ეგეც რასაც ხოდაობა ბიჭო. ეგ სად ხდებოდა? ნიგერია, ხო? ნიგერიაში არის ქალაქი ლაგოსი და ამ ლაგოსში არის კიდე რაღაც ეს პატარა ქალაქი ვით არის მაკო. წყალზე, ხო? აურა ჟუტკია ბიჭო, რანაირი გაჭირვება და რანაირი ანტისანიტარია და მოჯახებს რო ანახებს სად წვანან და სად ძინავს და სკოლა თუ რაღაცაც ხო იყო რა. ჩვეულებრივი ქალაქია რა და ეს ნიგერიის მთავრობა არ აღიარებს რა ამათ. და არც წყალი არ აქვს, არც დასალევი წყალი, დენი არ აქვს, არც დასალევი წყალი არაფერი რა. და ესე თავის პონჩი რაც თევს იჭერენ, მე ყიდიან და რაღაცები ცხოვრობენ, ესე ტურისტები. ბინძური წყალი ასნათ რა, ყველაფერი იქ ხდება. ლაგოსის კანალიზაცია ყველაფერი. მილიონიანი ქალაქია მე მგონი რა და მან დაიშვები. და თვითონ ესენიც რა 200,000 ადამიანი ცხოვრობს მან რა. აქ დროს ის არ გაქრო თურმე რაზე წუწუნ ხანდახა ხო ბევრ რაღაცებზე წუწუნებთ ხოლმე რა. აი სულ ეგ მაგ რა ეგეთ ქვეყნებში რო დავდივარ პირველი მაქვს ხოლმე ეგ რო აი რავი მე რაზე წუწუნებ რა რავი შეხედე ხალხის არცხოვებს. აბა ბიჭო. რაღაცა ისეთ უმნიშვნელო რაღაცებზე გვაქვს ხოლმე რა ჩვენ აქ რაღაც რომ რავი აი მაგას რო ნახულობ მე ხვდები რომ შენ პრობლემები არ გაქვს რა რეალურად. ბაზარიანა. აი ეგ აქ რა ბიჭო მოგზაურობას რა. კარჩე ერთადერთი ალბათ გონია სწრაფი გზა რო გონება ესე შეგეცვალოს რაღაცეები ძალიან გადაგიფასდეს. სწრაფად ვიზახთ რომ ბევრი გზა არსებობს რაღაცა, მაგრამ მოგზაურობა ალბათ ყველაზე უნიკალური და სწრაფი და მყისიერი ტიპი არის რა. ხო, და თან ცოტა რთულიც არის რა, იმიტომ რომ სტრესია ხოლმე რა, ეხლა თან მარტო რო ხარ, ეხლა ვინმესთან ერთად რო ხარ, კიდე რაღაც ის. ეგ კიდე სხვა ბაზარი არა, მარტო ვაფშე სხვა ხოდია. აი მარტო რო ხარ, ძალიან ისე ხარ რა, მარტო შენი თავისი იმეძე ხარ. და ეგეთ ქვეყნებში თან აი რავი მე ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ სასტუმროში წყალი არ დამილევია რა, ბოთლებში რო არის რა სასტუმროში რა. ნუ რა ყოველი შემთხვევისთვის რა მაინც რა. თავდაცვისთვის დაგაქ რამე ეგეთ ქვეყნებში. მე ევროპაში დამაკ არტილერია ხოლმე რავი, რა ვიცი, 700 დანა და პერცოვკა და ყველაფერი მიდევს ვაფშე, ნუ აი რაღაცა რა. არასდროს არ წამედია და ეხლა რო ვფიქრობ ხანდახან. რატო ბიჭო, რატო? გიგიმაც ეგ მითხრა მაშინ, აი რატო ხალხო, რატო არ ვიცი, აი არ მაქვს ხოლმე რა ეგეთი რაღაც პრობლემა. რა, ძირითადად ხალხთან პრობლემა არ მაქვს ხოლმე რა. აი რაღაც ისე მარტივად შევდივარ რა ურთიერთობაში. აი ბანგლადეში მქონდა ეგეთი ის რა. რაღაც ქალაქში ვიყავი, ჩიტაგონგი ერქვა თუ აღარ მახსოვს რა ქალაქი იყო. მოკლედ აი რაღაც საშინელება იყო რა, აი რავი, ეგეთი რაღაც არ მინახავს არსად რა, ისეთი ქაოსი იყო და რაღაც ჩამოწერილი გემები სასაფლაო რა, ესე ქვია რა, მანდ მიდის და აქ შლიან მე ეს ბანგლადეშელები რაღაც $1 დღეში. და ნუ ანუ ესენი არის ესე $1 დღეშიო ბიჭო. ანუ $1 დღეში არის ისეთი რა, ნორმალური. საკაიფო ხელფასია ხო? აქვს რა ფული რა ეგრე. $30 თვეში ანუ საშუალო ხელფასი ესე იგი. და მან წავედი მარტო რა. და იქაურები ხ წარმოიდგინე ეგრე რომ მუშაობს და ანუ შენ რაღაც ხელს თავისი გამწარებული ცხოვრება რო აქვს და შენ ამ დროს რომ მიტასავებ DJI-ის კამერებით თუ რაღაცა დრონს რო ააფრენ და ხო ბაზარია რა. ხო რა და მეთქი აი მანდ ვიფიქრე რომ მეთქი აი ამ ტექნიკაზე პრობლემა წაიღონ, მეთქი პროსტა აქედან გავიდე მეთქი რა მშვიდობით. ანუ როგორც რაღაცა ჩვეულებრივად გამოვედი მაქედანაც და აი სასტუმროში რო დაუბრუნდი მივხვდი რომ მეთქი აი მაგრად გადარჩა ძმაო. ბიჭო აპასნი, აი ხო ნახე სოსოს და შენი მაგალითი. მაგ დროს მე ესეთი მიდგომა მაქვს, რომ მე მირჩევნია ცუდზე ვიფიქრო და არ მოხდეს. ხო ხტე კარგი ისეაც გამიხარდება რა. ანუ რაღაცა რო იყოს.
გმირობა სისულელეა რა. აი მაგ დროს გმირობა ხო ხდები საპირწონეთ, როცა შენი ჯანმრთელობა და რაღაცა არის. მგონია რომ დეგენერატობა არის რა. არ ღირს სიტყვაზე გინდ მობილური, არ ღირს 20 კაციან ნიგერიელთან რაღაცა შერკინებად ხდები იმის დებილი დედაცვატირე. მაგრამ ხანდახან პროსტა არის სიტუაციები, რომელშიც შეიძლება აი რაღაცა პერცოვკის დაძრობა, ხო ხდებით და პროსტა დაძრობა, გამოყენებაც არა რა, დაგეხმაროს. ანუ გაანეიტრალოს პირიქით რა, ოდნავი ძალა აჩვენოს და გაანეიტრალოს. აი თან ბევრ ქვეყანაში ხა აზიაში არ ვიცი, ევროპაში რაღაცები დაშვებულია რა, თავდაცვის რაღაცებით რომ მოძრაობ, ანუ მე არასოდეს პრობლემა უნახავთ, ჩხრეკვაზეც უნახავთ, მაგრამ ესე პრობლემა არ მქონია რა. მაგაზე წეს და არ უნდა იყოს პრობლემა რა უარსებთ. ხო, თავიდან მეშინოდა აი დანის გადატანაზე რა, ხო ხდები? დანაზე იქნება პრობლემა. არა ბიჭო, რა ვიცი, საზღვარზე. არა. სანადირო, ანუ ხო ხდები, ხა მე კარვით ვარ სულთან. მე სუტყეში ვარ და კარვით ვარ და რაღაცა ძირითადად რა და ხა. არ ვიცი, ანუ ხა აი ნეპალში მაგალითად არ ამგონია რომ შეგექნა. ამ ქვეყანას გააჩნია რა, ხა აი ერაყში რო ჩახვიდე დანით, დიდი ალბათობით წაგერთმევთ დანას რა. ეგ ყველაც კარგ შემთხვევაში. არის ალბათობა სხვა მიმართულებაც მიცენ. თან ერაყელებს ვერ შეაშინებ დანით დარწმუნებული ხო არა ბიჭო ისეთი თემა არის რა. მენა აპასნია რა. რაღაცეებიც ვეჩი აპასნი არის რა. კი, ანუ მაგ დროს უნდა იფიქრო რა ეგეთ რაღაცეებზე, მაგრამ ისე უნდა იყო რა თან. ხო, ეგ არ ნიშნავს რომ რაღაცა შეშინებულმა იარო და დაიგრუზო, მაგრამ ლეიტმოტივად თავში უნდა კონდეს რა, რომ არჩ. ხო, ეგ არის ანუ მარტო მოგზაურობის მთავარი მუღამი რა, რომ ანუ საკუთარი თავის რაღაც შესაძლებლობები და რაღაცას ბევრს ნახულობ რა, ბევრ რაღაცას რა. ერთხელ რო წახვალ აი მე ხვდები რომ გინდა თუ არ გინდა ვაფშე მაგის გაგზელება. ზუსტ გეთანხმები 100%. აი ქონდა შარშა რა, პირველი ესე სოლო რაიდი იყო და მაგრად მეშინოდა. ჯე მინიმუმ მოწყენის მეშინოდა, ხო ხდები არა ხმის გამცემი არა ყავს ვერ გაერთობით ხო ისე გამისწორდა მე შანსი არა, მეთქი მე 100% მარტო დავდივარ რა. ხო, მაგას მუღამი თუ დაუჭირე, მე უკვე სხვასთან ერთად აღარ გაგისწორდება, ხო რა. იმიტომ რომ პატარა გამარჯვებების შეგრძნება არის რა. ყოველი რაღაცა დამთავრებული დღე, მარტო გავლილი პრობლემებს გაუმკლავდი რაღაცა, აი თვითშეფასების ამაღლებაა, ხო ხდები, რაღაცეები შეგძლებია. ხანდახან იმედგაცრუება, რომ გეგონა რომ შეგეძლო და თურმე არ შეგიძლია. მაგრამ ზატო რეალურ სურათს ხედავ რა. ეგეც რეალობა არის ხო რა. ხო, ეგეც მაგას ვერ გაიქცევი რა. კი, ბაზარი არაა ცოტა. ანუ ეგ არის რა, მოგზაურობის მთავარი მუღამი, რომ შენი რეალური შესაძლებლობები გაიგო რა. ხა აქ რო ზიხარ და რაღაცა რო აი მას ვიზავ. ხო, არა, ტრუხაბაზ რაც არ უნდა იბაქიბუქო, ხო, წყე ხარაკოთანი ხარ რა. რეალურად რო გადააწყდები პრობლემას, აი მე არის რა, მთავარი. ასე რომ მეგობრებო, ვინც მოგზაურობას გეგმავთ. ჯერ კაი გეგმა, მთელი გულით წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დერსკი გეგმა არის და მაგაზე მაგარს რა შეიძლება ვერაფერი ვერ ქნათ, მაგრამ გეხვეწებით, თქო რა, მექნება კონტენტ კრეატორი ხართ, პროსტა ტურისტი ხართ, მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმალურად ფრთხილად ეცით პატივი სხვის კულტურას, როცა აი ჩვენთან რომ მოდიან და ჩვენ რო გვაქვს ამბიცია რატო არ წემენ რა, ჩვენ კულტურას პატივს, არაფერი სხვაობა არა, სადაც ჩადიხარ, იქაური ქუდი დაიფარე, ეს ძალიან სწორი გამოთქმა, ეს არ ნიშნავს რომ რაღაცეებს უნდა გადააბიჯო საკუთარს, მაგრამ ყველა ქვეყანაში არსებობს რაღაცა კულტურული წესები, რომელიც უნდა დაიცვა, რომელიც ხდება რაღაც მარტივ ზრდილობას და მორალს არა რა, ხანდახან ეს არის რელიგიური ასპექტი, ხანდახან ეს არის სხვა მაგრამ ყველგან მაქსიმალურად ფრთხილად და უკონფლიქტოთ, ანუ არაფრის მომცემი არ არის კონფლიქტი რა, ვერავის ვერ უთკიცებ ეგ შენ ბიჭობას თუ რაღაცას ხო ხდები. გაატანე მაგის დედაცვატი. არა, ეგ უნდა დაივიწყო რა, ეს ხო, არა, ბიჭო. აი შენი ძმაო და რაღაცები უნდა დაივიწყო რა. არა, ვაფშე არ ღირს. ეგ შემთხვევა თუ არის ამოიღე და გაატანე რა. თან ენა თუ არის. მე ეცადე რომ რაღაცა გააკეთო, რომ იქნებ დაიბრუნო, თორე ესე აზრი არა აქვს რა. არა სერიოზული პოდკასტი. სანამ მეორე თემაზე გადავალთ, მე და შენ როგორც აღმოაჩინე საერთო სიყვარული ქონია, ანკესი ქვია ამას და თევზი და ასე შემდეგ. ჩემს მეგობარ კომპანიაზე მინდა რამდენიმე სიტყვა თქვა, ეს არის შამანი, ხო არის შემთხვევით რა არის? აი ეს ბოთლკები აქვს. ვიცი და შენგან ვიცი. ჩემგან იცი. ძალიან კაი. ვინც არ იცით შემთხვევით, მეგობრებო. მოკლედ ეს არის სუპერფუდს ვეძახი ხოლმე. ეს არის სოკოს ბაზაზე საკვები დანამატი, რომელიც აბსოლუტურად ნატურალურია, აბსოლუტურად ანუ თავსებადია ყველაფერთან და ნუ რა გითხრათ, ეს არის ნუ კიდევ ერთხელ სიტყვა მომეწონა, თვალთ ჰარი პოტერის ჯოხი არ არის, მაგრამ რაღაც ასპექტებში არის სასწაულმოქმედი რა. თუ გაქვთ
აი ხა ეს ავიღეთ ან ამანიტა მუსკარია ეს განსაკუთრებით ისეთი მენტალური ჯანმრთელობის დასალაგებლად ვისაც რაღაცა დეპრესიიდან გამოსვლა გინდათ მიდრეკილებების და მიჩვევების გადაგდება გინდათ მავნე ჩვევების უფრო სწორედ ნარკოტიკის გადაგდება გინდათ ალკოჰოლის შაქრის მნიშვნელობა არა აი ესეთ პროცესებს გადიხართ საკუთარი მენტალური მდგომარეობა ცოტა სხვა საფეხურზე გინდა აიყვანოთ სიტყვაზე მაგისთვის ამანიტა არსებობს თუ კუჭის მოქმედების პრობლემა კონცენტრაციის პრობლემა უძილობის პრობლემა ყველა აი ესეთ პრობლემაზე არსებობს აი ესეთი ჯადოსნური ბოთლუკა. ბოთლუკას გარდა ნუ სამი სახეობის არის ფხვნილებიც, არის რაღაც აბებიც, მაგრამ ერთი და იგივეა. ვის რა უფრო გეკომფორტულებათ რა, მე მაგალითად просто უბრალოდ ეს წვეთი მიყვარს. დილით და საღამოს გააჩნია რას იღებ, ჩაიში ან ყავაში ჩააწვეთებ, გინდა ენაზე დაიწვეთებ, უმარტივესი მისაღებია და ხალხო ეს არის საოცრება, საოცარი ფიდბექით, ამას არ ვაკეთებ რეკლამისთვის, გასაგებია რომ ეს რაღაცა ჩემი მეგობარი კომპანიაა და აქ მოვალეობა მაქვს რომ რეკლამა ვაკეთო, მაგრამ ეს არის პროდუქტი, რომელსაც მე ვიღებ, ჩემი ოჯახის წევრები იღებენ, მამა ჩემი, დედა ჩემი და ჩემი უახლოვესი წრე, იმიტომ რომ მართლა საოცრებებს აკეთებს. შეგიძლიათ მიწეროთ აღწერაში, იყავით გულწრფელები, იქ ადამიანი დაგელაპარაკებათ, კითხავთ რაღაცეებს, შეიძლება გითხრას რომ საერთოდ არ არის საჭირო, ან მზაობა არ არის, ჯერ ჯობია ადრეა თქვენთვის რაღაცა, ყველაფერი უთხარით, რისთვის გინდათ დაგაკვალიანებენ და აი მერე უკვე ფიდბექზე შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ და გამიზიაროთ, იმიტომ რომ მართლა საოცრებები ხდება აი ამ ჯიგრების დამსახურებით. ასე აღწერაში ლინკი გახლავთ და კიდე არის ჩენელი სადაც ძალიან მაგარი აუდიო ლიტერატურა არის ხოლმე და ეს ადამიანები რაღაც შამანი ედუქია რა education-ის თემაში დიდ რესურს ხარჯავენ რომ ცნობიერება ამაღლონ ამ თემატიკაში და შემთხვევით თუ არ გინახავთ ჩემი და ნიკოლოზის ამ თემის დამაარსებელის და ამ თემის გურუსი ერთ-ერთი პოდკასტი ძალიან საინტერესო პოდკასტი ერთი 10 შეიძლება არც 10 პოდკასტი გასული აი ხა ამონათ და პოსტერი აი ჩაუჭეკით რა ხალხო თქვენ გელოდებათ აი საოცარი 3 საათი თითქმის იმდენ რაღაცას გაიგებთ იმდენ საოცრებებს გაიგებთ აი ამ ჯიგრებზე რასაც ქვია სოკოები რომელიც არც ცხოველია არც მცენარეა თან ესაა და მილიონი წელი ჩვენი მეგობარია ჩვენი ორგანიზმის მეგობარია და საოცრებებს ახდენს ეს პოდკასტი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ალბათ რაც შეიძლება ქართულ YouTube-ზე ნახოთ და ჩემი დამსახურება ეგ არა მე გაშტერებული თვალებით უსმენ ნიკოლოს რომელიც ძალიან საინტერესო რაღაცებს ლაპარაკობს ასე რომ აღწერაში ლინკი და პოდკასტიც გაჩეკეთ თევზაობის თემა რა ეს მეორე არხის ამბავია ეხლა გავაკეთე მეორე არხი ისე იქიდებოდა რა ძირითად არხზე თევზაობა დიდი ხანია თევზაობა ბიჭო აქტიურად აი ესე რაც დიდ თევზზე დავიწყე თევზაობა და რაც ერთი ალბათ 8-9 წელია რა. ბალადე, შენს გაიზო. ნადირობა? ნადირობა ვერ. არა, ჩემ მეც ვერ. თორე ეს თევზაობით აი ბავშვობიდან სულ რაღაც მდინარეზე იქ რაღაც სადაც რაღაც პატარა მდინარე ჩამოდიოდა ყველგან თევზაობა. ყველგან ეგ და რომ მიდიხარ ხოლმე? არ გიცდია იქ რამე ეგეთი? ხო და აი ეგ მაქვს ახლა ერთი რაღაც ესე რა იდეის დონეზე რომ სადაც ჩავალ იქაური წესებით და რაღაც საინტერესო რაღაცებით ვიცი. ყველას რაღაცა დერსკი ქაური წესები რო აქვს ხო ბაზარი არა. რაღაცები აქვს რა ყველგან და რავი საინტერესოა და ეგ მინდა რომ რაღაცნაირად მას გავაკეთო მეორე არხზე რა. აუ მე აკარი მუღამი მაქვს. ნახოთ რა იქნება. просто სატრევად ბიჭო ანკეს ისეთი თემა. არა ანკესებს ესე ვერ რა. ჩახვალ უნდა იქირავ. უნდა იქირავ ანი. აიღო რაღაც ეგრე რა. მე ხო ფიქრობდი მოტოს ბაგაჟნიკებში ხო იცი მაშინ საბარგულებში პროსტორეთ ყოველ სანტიმეტრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ეხა 3 საბარგული აქვს და ერთი რუგზაკი მე მაქვს ხოლმე კიდე. არის აი ეს ხო არ გინახავს ამ ხელა ანკესები რო არის. პატარა რა, აი ეგეთ სამოგზაურო არის თუ რაღაც უნივერსალი ტიპი როა ძალიან დრეკადი. ეგ პატარა მე როგორც ვიცი იმისთვის იყენებენ მაგას ყინულზე თევზაობაზე რა. ეგ არის მე მგონი, მაგრამ მე მგონი ყველაფრის დაჭერა შეგიძლია. დაახლოებით ტბაზე გაერთობი და რაღაცა. ხო, ესე გასართობად შეიძლება ტბაზე. პრაქტიკაში გიცდია ეგ ტიპი? მე აუ როგორ მაინტერესებს. დიდები გაქვს სპინინგები? არა. პროსტა ჩეულებრივი. კარპის ჯოხები. ხუთიანები? არა. სამიანები 3 და 70. მეც ეგრე მაქვს რა, ერთი მაქვს ხუთიანი, ერთი მაქვს სამიანი, ხუთიანს დაერხა. და აი ეს მინდა, ეხა ვერცად ვერ ჩავდებ იმ დღეს დავკეცე ეს ანკესი, მივიტანე მოტოში, მეთქი აქ არეტევა, იქ არეტევა, გარეთ არ მინდა დატოვება, იმიტომ რომ მოტო და რო გადავდივარ კარავში ესე არ მინდა იყოს. არა და ისეთ მაგარ ლოკაციებზე მივდივარ. ეხა სერბეთში არის რაღაცა ტბა სასახლე დგას შუაში, თუ რა მოკლედ თევზიც მაგრად მოდის. ის შეიძლება იყიდო რა ტელესკოპურს
რო ეძახიან რა გასაშლელი რა ან რო იკეცება რა ესე პატარავდება ამ ხელა ალბათ ხო აი მაღაზე ვბაზრობ რაღაც აი ამ ხელა ვნახე გაიშლება ესე ამ ხელა და გაიშლება გახდება დიდი რა ან ჩვეულებრივი ანკესი რა ან ტელესკოპური ქვია რა აქ არის სადმე კი ამ ჯიგრებს აქვთ კი ამ ჯიგრებსაც აქვთ ამ ჯიგრებს გულისხმობ ისა რა ქვია ეს არის ძალიან კარგი საიტი myfishing.gr ხო ესე ქვია ლეოს პარტნიორები არიან მეც რაღაცებს ახლა ვეპრუწუნები ეგ ანკესი თუ აქვს ძალიან მინდა რა და აგერ თქვენ ჩემო ოქროებო რეკლამა აღწერაშიც კი განვათავსებ ლინკს ჩემ გასაჩუქრად იმიტომ ვისაც რიბაკები ხარ და გევასებათ რო გადავხედე საიტს მართლა ანუ ძალიან დიდი არჩევანი იყო ძალიან ხარისხიანი რაღაცეების და არა მარტო კარვებიც აქვს და რაღაცები აქვს რა პლუსი რომ ან ბევრი მიმდინარეობა არის თევზაურის სპინინგით რაღაც ტივტივით სკერული და მოკლედ ყველაფერს ნახავ. შენი მინა ერკვევი ეგრე? მე ის ტიპი ვარ გაშალე გააწყე გადააგდე და იჭერ. ეხლა ის ვიდეო ალბათ გექნება ნანახი ჩემი 21 კილოიანი. არა, 21 კილოიანი. არ მაქვს რანა, ხო არ გადაო. 21 კილო? კი. ეგ დავუჭირე ტყიბულში შარშან რა. 21 კილოიანი თეთრი ამური და მე ისევ დავა. მე მაქვს 11-იანი თეთრი ამური რეკორდი გაკრას. 11-იანი დავიჭირე სხვათა შორის ერთი 6 წლის წინ სამეგრელოში ჩემი პირველი დიდი თევზი იყო ეგ 11-იანი და დავიჭირე 8 ლარად მქონდა ნაყიდი როგორი ანკესი იცი აი ყველაფერი არ გაგიწყდა ან არ გაგიწყდა და ამოვიყვანე რა მთავარი მაინც ისა რა ტექნიკა არ შენ მაგრაკ ცოდნია ძმო მე გეუნები ამ 11 არ იყო თალდა 10 და რაღაცაები კაროჩი თეთრი ამური იყო მუხრანში არის რა ტბები და შინაურის იყო რა იქ ვიღაცის და შეგვიშვა მონსტრები დაცურავი 11 არის კლიპსიტა ანუ იმ ხელები დაცურავი 45 წუთი ამომყავდა. ანუ მანამდე ორი ანკესი ჩამიწყვიტა და სხვა ანკესით მივედი უკვე დერს 45 ხელები მქონდა დაბუჟებული ძმო. აი საჩოკით ნაპირთან ძლივს თუ რაღაც და 21-იანი რანაერად ამოიყვანა. ხო, თან ეგ ძალიან დიდი განსხვავება აქვს. ეხლა როცა ისეთ ხელოვნურ ტბაზე თევზაო. ხელოვნურია ეს, ხო. მე დავიჭირე ტყიბულში რა, ტყიბულის წყალსაცავზე რა. ეგ აი ნაპირიდან. ეხლა რაც ის გეჭიდავა, გააორმაგე ან გაასამაგე და ეგ არის რა, ხო. რამდენი ხანი დაგჭირდა მოსაყვანა? დიდი ხანი არ დამჭირდა ის იყო რა. სიცივეები იყო ცოტა რა. გაზაფხულის პერიოდი იყო და მაგ დროს ცოტა ისია რა, ნაკლებად აქტიური თევზი. და ბევრად უფრო მარტივად გამოვიყვანე რა. ის ფოტო გაქვს ესეთი ყველას რო აქვს? ეგეც მაგრამ გაშვებაც მაქვს კიდე. აი გავშვი. ჯიგარი ხარ. მე ვჭამე. მე ვჭამე. ჭამა მთელმა სანათესაო, მან რა ნამცხვარიც კი გამოვაცდ. ყველანაირი ფორმით მოხ, მაგრამ არ იყო გემრიელი სხვა შორის. სანათესაო უკვე ეს გადამტერებული მყავს რა. ბიჭო. უშობ რა, რასაც ვიჭერ ზედად უშობ რა. არ ჭამ თევზს არ გევასება? აი ყველას მაგას ვეუბნები რა, თევზაობა იმდენი მიჯდება ერთი წასვლა რა ფინანსურად. რომ ნებისმიერი სახეობის თევზს ვიყიდი რა. და ესე ანუ აი რასაც დავიჭერ, უფრო მაგრად მსიამოვნებს მე აი გაშვების პროცესი რა. ხო. ამიტომ მირჩევნია გავუშვა რა. თან ეხლა რავი ამური და კობრი დიდად არ. არა ბიჭო, შარ გამისწორდა ცოტში. აი ძალიან არ გამისწორდა. ხო, აი ეხლა 21 კილოიანის გაშვებას ისეთი მუღამი ქონდა რომ 21 კილოიანი იყო წავიდა რა. აუ როგორ მინდა 21 კი არა 300 გრამიანი რო ხომ მე უბედნიერესი ვარ რო გიგრძნობ რომ ამოვარტყავ და რაღაცა რო ზის და რო ეჭიდავება მოგზაურობიდან ვერ მცნობს ხოლმე რა სათევზაოდ რო დავდივარ ეგ ვიდეო იცის რა უმეტესობა ბიჭო როგორ გამომჩა არ მაქვს ნანახი რა ეგ არა მაქვს მეორე არხზე და თუ შენ არხზე კიდევს ეგ ჯერ კიდე ეგ ხო ჩემ მოგზაურობს დღეს ვერ ნახავ ძმაოს შემშურდება პირდაპირ გეუბნები TikTok-იდან არის რა უფრო რა მოიცა მაინტერესი წამი ჩემი მაიცა ერთი წამი მანახე რა გეხო 21 კილო ხალხო ვინც ვერ ერკვევით იცით ჯერ ხო მასა დიდია ალბათ ხვდებით 21 კილო მაგრამ ამოსაყვანად მე აუ როგორ ასწორებს გააძრე დედა რამ ხელა ბიჭო რამ ხელა ლეოს ელა თითქმის წვეჭი ხალხო აი ძალიან დიდია აი ნაპირზე ვიბრძოლეთ მე და მაგრამ ოი ხო ამის ნახევარი იყო რა სააღო 21 კილოიანი თეთრი ამარე ბიჭო აკერძოთ ბაზ მაინც ხა ისე ხო რა რაღაც მე პრაცაპრუცის თემა არის რა გველურ ბუნებაში ასწორებს თევზაობა
უფრო რთულია რა. ხო, რთულიც არის. პირველ ტურნეში ოქროს ბიჭი არის მიხეილი მოკითხვა რა, ვისაც პირველ ტურნე ნანახი გაქვთ, ეგ ის ადამიანია გერმანიაში ოსნაბრუკში, ვინც გვიმანს პინცლა რა, რამდენიმე დღეზე გადაყვაი, ძალიან მაგარი ოჯახი და კარჩე რა გაგისწორდებათ და სამივე თევზაობა გაგისწორდებათ და თან ოცნება თქონდა რომ დამეჭირა ოქროს კალმახი ოქროსფეროა რა კალმახი და ლოკო და მითხრა რომ კაკრასო ეგეთი ტბებია აქო რა ეგ ოქროსფერი კალმახიაო და ავედით ბიჭო მახსოვს და აი ხო იცი შემართებით რომ მიდიხარ ბლომა დავიჭიათ თოთ ფასიანი იყო იხდიდი მაგრამ აი მუღამი 0 ხო ხდება თითქოს გუბეში რო თევზაობ რა უეჭველი რო დაჭდება მეც მაგიტო არ მიყვარს რა ხო აი ვერ რა ველურ ტბებზე უფრო სხვა მუღამი აქვს რა სხვაში არ მithევზავია რა აი ეგეც ისე მაქვს რა გეგმაში საქართველოში არ ვიცი მაგრამ ისეთ ქვეყნებში რა სადაც რაღაც აი დიდ რაღაცებზე რო თევზაობენ ხო იცი ეგ ხო მონსტრებზე თინუსზე და რაღაცებს ვაი მე თინუს რო იჭერე ხო ყველაზე გემრიელი თევზი ერთ-ერთი იცი ვინ ამ მაგარი რიბაკი ძალიან ანუ აი ძალიან სერიოზული რიბაკი არის ლაბაძე კაცების ვიცი ძალიან ანუ აი ლაბაძე არის ხო როგორც ვიცი ხალხო ერთ-ერთი დაჟე საუკეთესო რიბაკი საქართველოში ვაფშე რა. კი, ლაბაძემაც ნახა ეს თევზი სხვათა შორის. რა როგორ შეგიფასა? შევით გადავეყარეთ ერთმანეთს და ანუ არ ვიცნობ მე ესე პირადად რა და. ოქროს კაცი. რა თევზაობა ვიცი რა რო უყარს და რაღაც ლაპარაკში უბრალოდ ეს ვანახე ვიდეო და. მალადეცო გითხრა? ხო, აი გაშვება მე მომენტიდან. არა, ეგ როგორც ვიცი და ის კომანდა ხო იცი სადღაც რომ მიფრინავენ რა სათევზაოთ რა, იქ ეს მოდის თუ რაღაცა ეგ. და კარგია. კაი, სანამ დესერტისკენ გადავალთ, ერთი მითხარი შენ კონტექსტში უახლოეს ესეთი გეგმა რა გაქვს? პწიჩკა რო არა დასასმელი რა. პროსტა მოგზაურობა კი არა, იმენა აი პწიჩკა რო არის დასასმელი, რაღაცა დერსკოპა რა. არ ვიცი, ბევრი მაქვს ეგეთი ადგილი რა. ერთ-ერთი ალბათ რა ვიხა. ანუ მე ხა რაღაც ჩრდილოეთ კორეაზე მწერს ხოლმე ბევრი რა, აი წადი და აი რავი რაღაც დიდად არ მაქვს რა. ბიჭო ხო, აი სოციალიზებად მეც აი სამაკრა. მე ვერ გადავიდე, ანუ სოსომ როგორც გადაიყო, სოსომ გადაიყო და ძალიან კარგადაც გამოვიდა რა. მე ეგრე ვერ ანუ მე როგორი სტილიც მაქვს. ხო, მესმის ბაზარი არა. მესმის. მაგიტო რა ჩრდილოეთ კორეა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ არის. მაგრამ არ ვიცი, რა ნახოთ. რაღაც ამ დღეებში გადაწყდება ძალიან საინტერესო რაღაც რა და. და ეგრეა დაჟმონწიფებულია? ხო, რა, უკვე უნდა წავიდე სადმე და აი ეს პოდკასტი როდის დაიდება არ ვიცი. ხვალ. ეს ხვალიდება. მაშინ ხო რა, ამ დღეებში მაქსიმუმზე. ხო რა, ზუსტად ჩამოყალიბდები რა. შენ ანონსებ ხოლმე რა საკეთებ თუ სურპრიზადებ ხოლმე? ბოლო მომენტში ვამბობ რა. წასვლამდე? ხო. ის პონტი არა, უკვე ვიდეო დაიდროპა და სურპრიზი გაიჩნდა ეგ პონტი არა. ხო, ანუ მე ზოგადად არ მიყვარს რა ეს რაღაც წინასწარ რაღაცების ატეხვა და აი რაღაცა ეს 1000 ვიდეოს დადება და რაღაც რა. ვინც მიცნობს, ვინც იცის მე როგორ მოგზაურობ, ანუ უბრალოდ მადევნებს თვალს და YouTube-ზეც ეგრე ელოდებიან რა, ანუ ჩემ ვიდეოებს რა და ანუ ესე რომ აი რაღაც ყველა ვიდეოში რაღაცა ეს ეგრე არ არის რა, რომ აი. ხო, არა, მესმის ბაზარი არა. სხვა კონტენტის თემა გააქვს რამე იდეა? ანუ არხი მარტო იქნება სამოგზაურო ტირესად სათევზაო უკვე ცალკე გაკეთდა თუ აპირებ რამე ისეთი ამატო? არა, ამ ეტაპზე რა ვიხო მოგზაურობაზე ვარ მთლიანად რა, იმდენად რთული არის და იმდენად რაღაც აი ძალიან ბევრი რაღაც დეტალია რომ სხვა რაღაცისთვის უკვე არ არა ბიჭო, სუაკლიმატიზაციაა ცვეჭი. მინიმუმ სუაკლიმატიზაციაა რა. აი ჩადი, ჩამოდი, მე აქ კიდე რაღაც ხო რა ძალიან რთული რამდენი რაღაც მე ედიტინგი და მოკლედ. შენ თვითონ მონტაჟებ? ყველაფერს მე ვაკეთებ. ჩემნაირ. ანუ ბევრს ახლა მე არა მაქვს ის რომ რაღაც დღეებს ვახარჯავ რაღაც, მაგრამ ხო რა ერთი კვირა მაინც ჭირდება ერთ ვიდეო. ყველა პანჩი. კი, ეგეთ ვიდეოებს უნდა. ეგეთ ვიდეოებს წვეჩი უნდა. ასწორებს, წარმატებები ძმაო, მოგიაროს ყველაფერი მოგიაროს, კიდე ერთხელ გეუბნები 4-ვეს იმ შურს. მაგრამ აი ოქტომბრიდან მეც ვეცდები ნელ-ნელა ამ მოტოების უდარჩება, მაგრამ რაღაცა მეც ვცადო რა. ცოტა უფრო ესეთი თვითგადარჩენების თემები, მაგრამ ნახოთ. ბავშვი რისუფლებას მომცემს, ფინანსები რისუფლებას მომცემს და ძოლი რისუფლებას მომცემს. მათრახს როგორც დაარტყავს, ჟორიკა ხერხებაც ესე იზავს იმის მიხედვით რა. კაი, დესერტი არის რჩევები.
pop კულტურიდან ხოლმე რა, სიტყვაზე. სამი შენ, სამი მე. გნებავს ფილმი, გნებავს სერიალი, გნებავს რავი, ანიმეები გვყვარს და ანიმეები, წიგნი, მუსიკალური ნამუშევარი. კარჩე, რაც გაგისწორდება, რაზეც ვთვლი რომ მაყურებელმა დრო რო დახარჯოს, მინიმუმ ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებს, მაქსიმუმ რაღაცა შემეცნებასაც. სახელს ამბობ, მე აი ესე ვაკეთებ და აქ ნათდება. დაიწყებ? დაიწყე მაშინ და მეც ერთი წუთი ჩავხედო რა მაქვს. ანუ მთელი ცხოვრების მანძილზე ხო ხდება, რაც კი ოდესმე რამე გაგახსენდება რომ შენთვის ისეთია საკაიფო არის მაგპონჩი რა. მე ვნახე, დავიწყებ ამით. მარველის ფანებო წინა პოდკასტზე ბევრი ის მომივიდა პირადში რომ ვიღაცები ძალიან მეთანხმებოდით, ნუ ეს DC-ს ეხება სუპერმენის თემას. ვიღაცები არ მეთანხმებოდით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, არა ეს DC. ეხლა მოდი მარველს შევეხოთ. Fantastic Four-ი ვნახე. და გეტყვით იმას, რომ ძალიანაც გამისწორდა. გადავირიე თქო არ არის. პირდაპირ გეუბნებით, გადავირი არ არის, ვისაც დაახლოებით იცით Galactus-ის თემა არის და Secret Wars-ის წინა ამბავი არის რა. არისო რა ცუდი. ნუ აი, იმდენ ნაგავს უყურებ ბოლო ფაზის Marvel-ის, ეს გამორჩეული იყო, იმიტომ რომ ალბათ კარგი არტისტები არიან, ის Galactus-ი ძალიან კოლორიტური პერსონაჟია, საკაიფო გადაღებული, ყველაფერი საკაიფო, სხვა ეპოქა არის, რაღაც პონჩი რეტრო არის და ეგეც გისწორდება. ასე გეტყვით, ბევრად უფრო კარგი ის დამიტოვა, რა ქვია, გემო პირში, ვიდრე დამიტოვა სუპერმენმა. თუმცა სუპერმენს არ ვაძაგებ, იმას თავისი მუღამი ქონდა. ვისაც გაქვთ საშუალება, რომ ნახოთ და ელოდებოდით, ჩემი შეფასება ესეთია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. Fantastic Four-ი, ახალი ოღონდ, ძველი კლასიკა ჯიგარია. შენი პირველი. აი, ახლა მე რადიკალურად ის. დავაი, რაც გინდა, კაცო, რაც გაგისწორდება. დავაი. ცოტა ისეთი რა თან არის რაღაც მოგზაურობასთან. იასნა, გამოვიშ. ხო, ჩემი აი, რავი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი იყო ეგ რა. ისეთია რა, აი რაღაც რო უყურებ და რაღაცებს ისწავლი რა, მაგიდან რა, აი რა როგორ უნდა გააკეთო და ხო. პრიორიტეტები როგორ დაავაგო რა. აჰა. ველურ ბუნებაში რა, ქართულად მგონი ესე ქვია. ველურ ბუნებაში მოიცა. ეს არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფილმი, რომელმაც როცა უყურე, ეს არის ნამდვილი ისტორია ხალხო. აი ხო რაღაც მომენტში ცხოვრების რაღაცას გადააწყლები და გცვლის. აი გეფიცები, თითზე ჩამოსათვლელი ალბათ ფილმებია. როდესაც ეს ფილმი ვნახე, ჩემში რაღაცა შეიცვალა. კარგისკენ. ეს არის უმძიმესი ისტორია და ამავე დროს უმაგრესი ისტორია ტიპზე, რომელსაც აბსოლუტურად გამართული ქონდა ცხოვრება და ამთავრა კოლეჯი, საშუალოზე მაღალი ფენიდან იყო, დიდი მომავალი ქონდა, ფული არ აქვს და ყველაფერი და ტიპმა გადაწყვიტა, რომ ფული დაწვა, აი ესე იწყება, ფული დაწვა, მანქანასაც წავს ხო თუ რაღაცა. და მიდის აი ეს, იწყებს მოგზაურობას ველურ ბუნებაში. ნუ ფანტასტიკური ფილმია რა, ფინალს არ დაგისპოილერებთ, ვისაც ნამდვილი ისტორია გაქვს და ახლა ვიხსენები. რა, ნუ თავისი იდეა რაც აქვს. გენიალური ფინალია იდეის გაკრას რა, აი ეგ გახდა ალბათ ერთ-ერთი მთავარი ისეთი იდეა ფიქსი რა, ჩემთვისაც რომ აი რასაც ბოლოს ხდება რა, რომ ბედნიერი მაშინ ხარ, როდესაც ყავს ბედნიერების გამზიარებელი რა. და როგორ ცვლის ხალხს ვისთანაც გადაკვეთის წერტილი აქვს რა. ყველა ის ადამიანი, ვისაც ხვდება ცხოვრების მანძილთან, ახალგაზრდა ტიპი არის. მოკლედ, საოცარი ისტორია. ბრავო, იმენა, ერთ-ერთი ჩემი ტოპ საყვარელი ფილმი არის. აუცილებლად სანახავი. ხო იცით, ისინი რომ ლისტები რო იჭდება, სიკვდილამდე 100 სანახავი ფილმი თუ რა. აი სუეჩი მაკედან არის. Into the Wild, აბატონო. კაი, მოიცა. რადგან შევეხეთ აზიას და მაგ თემას რა. მე გეტყვით, მე მგონი იყო ეხა დატოვებული ეს Moment Into the Wild-ც იყო და ეგ არაფერს არ ნიშნავს რა, 200 მიუახლოვდა პოდკასტიას, რომ რაღაცები გამეორდება, მაგრამ არა უშევს. არის ესეთი ფილმების ციკლი, უბრალოდ პირველი სერია ძველი, ეხლა ხანს გამოვიდა მეორე, მაგრამ პირველი ნახეთ სიტყვაზე, ორივე გენიალურია. აიცი როგორი ფილმია? სპეციალური კამერით იღებდნენ ბევრი წელი და ეს არის აი სიტყვაზე უცხო პლანეტელი რო ჩამოვიდეს, აი გაიღოს კარი თუ რაღაცა, დაჯდეს და ვიღაცა ჩვენიანი შეხვდეს და იმან რო თქვას რომ მეჩქარება უცებ მითხარით ვინახართო თქვენო. აი ეს რომ მიაწოდო ფლეშკით და რომ ნახოს
მეტნაკლებად მიხვდება ვინ არის კაცობრიობა რა არის კაცობრიობა. ამ ფილმს ქვია ბარაკა. ეს არის დოკუმენტური ფილმი, სრულიად შედევრი, რომელსაც ადევს რაღაცა შედევრალური ნაწარმოებები მუსიკალური. კადრები არავითარი დიალოგი არაფერი, ეს არის გენიალური კადრები, სხვადასხვა აზიური კულტურა, ანუ იწყება რაღაცა კულტურები, ძველი კულტურები, მერე ტექნოლოგიური პროგრესის რა. მოკლედ, აი ყველა სრულიად აი ყველაფერი კაცობრიობას რაც ეხება ერთ ფილმშია რა. ბარაკა ქვია პირველს, აი ესეც იმ ლისტიდანაა სანახავი, მეორეს თუ სწორად მახსოვს ქვია სანსარა. მეორეს ეხლა ხანს გამოვიდა რა 1-5-6 წელი იქნება. ორივე ძალიან მაგარია, მაგრამ ბარაკა რაღაცას ცოტა სხვა ლეველზეა. ჩემი მეორე იყოს ბარაკა. აჰა, კარგი. კიდე ჩემი მას გავუყვები რა. ტოპ ფილმები. დავაი. აი, მეორეს მაშინ ხო, მაგის ინგლისურად რა ქვია, არ ვიცი. ცოტა ინგლისურში გავიჭედები. დავაი, იქნებ ჩემი 4 ინგლისურით. რბოლის ხელოვნება. წვიმის ქვეშ ფილმია. ქართულად აი ზუსტად ესე ქვია, ხო რა. რაზე რა მოხდება ეს უცბილო ეს? ძაღლი ყავს რა, რბოლელი არის რა ეს. და ძველია? არა, არც ისე რა. სადღაც 2010-ის რაღაცა. და მოკლედ ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანი ტიპია რა, ან იდეაში ძაღლის ისტორიაა რა. ამ ძაღლის თვალით დანახული ეს ამ თავის რბოლელის ისტორია ხო? ეს თავის პატრონი როგორ უყვარს რაღაცები და ნუ მოკლედ ფინალს არ ვიტყვი, მაგრამ ეგეც ანუ ისეთი ფილმია რომ თუ ნანახი არ გაქვს, ანუ ხო რა ისეთია რომ აი რაღაცებს შეცვლის რა ეგეც რა, სხვანაირად დაგანახებს ბევრს. სამუშაო სახელი არის წვიმის ქვეშ რბოლელი თუ რაღაც, მაგრამ თუ ვერ ვიპოვე პოსტერს მოძებნი და ჩამიგდებ ხო რა. ოკეი, ვიპოვეთ ერთი სიტყვით და აი ეს არის რა. კაი, და ჩემი ფინალური მესამე. რამე კლასიკას ავიღებ, ძველს რა ისეც. Netflix რო ვენაცვალე რაღაცებს ამატებს ხოლმე. რა ვნახე ახლა ხანს, მახსოვს რაღაცა ვნახე აი ესე თავმონტაჟები რაღაც თან უყურე. ვისაც არ გაქვთ რა ნახე ხალხო, ჩემი ალპაჩინო. ჩემი მაგაც. ალპაჩინო, კიანუ რივზი, შარლი სტერონი, ეს არის შედევრი. ეშმაკის ადვოკატი ნახე გაქვს? ნუ კლასიკა. იმ დღეს ამოაგდო რაღაცა rilsi და გულში რო ჩაქჩება, ხო იცი, აი მეთქი და მოუძებნე ჩავრთე რაღაც ბოლო სცენიდან იყო. ვისაც არ გინახავთ, ეს არის იმ ეპოქიდან, როდესაც დიდ ფილმებს იღებდნენ, თუ არ ვწდები რაღაც 92-13 წლის ფილმია, ძალიან ახალგაზრდა კიანუ რივზი, ძალიან ახალგაზრდა შარლი სტერონი და ახალგაზრდა ალპაჩინო, ადვოკატი, რომელიც არასოდეს არ აგებს საქმეებს, ყოველთვის იგებს და კიანუ რივზი თამაშობს და ალპაჩინო არის ეშმაკი, რა თქმა უნდა, კიანუმ ეს არის და მისი ადვოკატი გახდება, ანუ ეშმაკის ადვოკატი გახდება. ხალხო, ეს არის მძიმე ისეთი ჰორორი არ არის, მაგრამ დრამა, მისტიური, დემონოლოგიური დრამა არის, გენიალური ფინალით, გენიალური მონოლოგებით და ეგეთი ნათამაშები რაღაცა უხსენებელი იშვიათი არის რა. საოცარი ფილმი, must სანახავი ფილმი არის. ასე რომ ჩემი ფინალური რჩევა იყოს, ვისაც არ გინახავთ, კარგი ეპოქის, კარგი შედევრი, ეშმაკის ადვოკატი. და ფინალი. დავაი. აი ბოლო და მაშინ ესეც ჩემი ერთ-ერთი ისეთი საინტერესო ფილმები ადრე რა, ეხა რას თქვი რა. ისეთ ფილმებს იღებდნენ რა, ჩემი ეს რაღაცა იდეა იყო ხოლმე რა ფილმებში რა. იმიტომ რომ სალაროზე არ ფიქრობდნენ ხო რა და ეხლა ძალიან მოკლებული არის რა. კი, წელიწადში ერთი რაღაცა თუ გამოვა, ასწორებს ხო. თუ გავარდა რაღაც და ეგეთი არის ერთი რაშიც ანუ მართლა ძალიან ჩემთვის რა ყოველ შემთხვევაში შეიძლება არ დამეთანხმოს ბევრი, მაგრამ Truman Show. ვინ არ დაგეთანხმებთ ძმაო? რა სიძახი. აი. ჩემი ჯიმ კერი, ჩემი მაგას ვენაც ყველა ჩემი რო ატყობთ ხო? ბავშვი. კოლეგა, მოდი ასე ვთქვათ, რანაკლი ვარ. Truman Show, რავი, არაერთხელ დატოვებულა და კიდე ალბათ არაერთხელ დატოვებენ, იმიტომ რომ ეკუთვნის, ეს არის ფენომენალური ფილმი, ახალგაზრდა ჯიმ კერი, აი იმ ეპოქისვე, ეშმაკის ადვოკატის ეპოქის 2000-იანებამდე ფილმი არის. ტიპზე, რომელმაც არ იცის, რომ დაბადებიდან, როგორც კი გაჩნდა, არის რეალიტი შოუში. ანუ მის გარშემო ყველაფერი, მისი მშობლები, შეყვარებული ძმაკაცები, ქალაქი, ეს არის პავილიონი და მსახიობები არიან რა.
და ეს ტიპი, რომელიც აი ამ გარემოში ცხოვრობს და ნელ-ნელა ამჩნევს, რომ რაღაცა სატრაკებს გარემო რა, რაღაცეები სტრანი არის და იწყებს გამოძიებას. ფენომენალური ფილმია რა. აი ფენომენალური ფილმია, ნამდვილად. მე მგონი ესეთ ფილმებს ვამბობთ ხარ, აი მასის ანახავი ფილმი და რომ უნდა იყოს. ხო, რავი, აი ნანახი უნდა კონდეს რა. ყველა პონჩი. თან ჯიმ კერი თუ გიყვარს? ხო, ეს არის რამდენიმე ისეთი ფილმი ჯიმ კერის, რომელშიც დიდად კომედია არ არის. ხო, დრამაა რა, რაღაც პონჩი ისეთი არის რა, სატირა არის, დრამა არის, მელოდრამა არის, ყველაფერი არის. ოკეი, იყოს ტრუმენ შოუ მესამე. გასწორო. კარგი ჩვევების დავტოვეთ. მადლობა რომ ესტუმრე, ჩემო ძმაო. სიამოვნებით გიმასპინძლებ კიდევ ერთხელ. რო დააგროვებ კიდევ თქვენ კოლაბებს და ახალ რავი რასაც გეგმავ ისტორიებს, თევზაობებს და რაღაცეების ვიჭორაოთ. თუ რაღაცა დაგჭირდება. კეიცაც მომძებნო. კაი როგორ იღება კეიცი უკვე ყველაფერი იცი. რა, მთელი გული წარმატებები რა. სუფთა კაცი ხარ, ოქრო კაცი ხარ და გულით აკეთებ კონტენტს, რა ძალიან მისწორდება და ბევრი ხალხო აი ესეთი კონტენტ კრეატორები და კიდე ერთხელ ვიძახი, აღწერაში არის ლეოს არხი, აუცილებლად გაჩეკეთ რა. აუცილებლად. მასთან ახავ ესეც იმას ჩავამატოთ. არხები რომელიც ხო ხდები სიკვდილამდე უნდა გაჩეკო ეგეთი ამბავი არის. გააკ ეგეთი არხები. ბიჭო ალბათ იქნება. რასაც უყურებ ვიდეოში მგონი რომ ნახევარი ეგეთი არის რა. კაი არხები. აი ეხა დაამთავრა შენც გეცოდინება კარიერა. კარიერა რა ვისაკი ბოის როგორ ერქვა? კანადელი ტიპი რო ალიასკელი ტიპი რო იყო. სუყინვაში და იმებში რო დადიოდა სათვალეებით. ცოტა რაღაც მაღალი ტიპი. მაღალი ცისფერთვალები, საოცარი მოგზაური, ანუ შვილებთან ერთად რო დადიოდა ტყეღრეში. 14 მილიონი გამომწერი ჩაკეცა, უცებ. აი აღარ არის, უშო წავიდა. ბიჭო, აი ახლა ხას ერთი თვის წინ თუ რაღაცა რა. აი რო შევჯექი კაკრას, ყველაფერი ვნახე და მაგრადამევასა. გამოვიდა ეს ვიდეო, დაიდო სტრანი, 9 საათიანი თუ რაღაც. მივხვდი რაღაცა ნიტო იყო რა. გამოვიდა ესე დაჭდა. წარმოიდგინე 14 მილიონი გამომწერი და ბიჭო ძალიან ცნობილი გავხდიო და წუხდებიო. და წავედიო. და რავი, აცი ჩემ შულს უყურეთო ცალკე არხი აქვს და წავიდა. იმენ ლეგენდა კაცი რა. მივხვდით ახლა ვიზეც აპარაკის აი ეგეთი არის. შვილი არის 12 წლის ეგეთივე. წარმოიდგინე მარტო მიდის რაღაცა ანტარქტიდაზე და თოთოლში ცხოვრობს, ანუ ყველანაირად გამოზარდა რა. 4 შვილი ყავს თუ 3 შვილი. აი ეგეთი არხები არის რეალურად, რომელიც გონია რომ სანახავი არის რა. არის კი. ქართველებსაც გვაქვს აი არხები. თუ კი, გადახედეთ ქართულ YouTube support-ი. რავი, თქვენ რა გითხრათ ჩემო ოქროებო, გეგმები არის ესეთი, ეს დაიდო ლეოს პოდკასტი ივლისში, ჯერ კიდე ივლისში. მე მივემგზავრები სადღაც 10-ისკენ, ვიღებ სტარტს, მოტოტურნესი, მანამდე გადავიღებ პოდკასტებს, ანუ როცა დაიდება მე უკვე აქ არ ვიქნები. სერიალზე დაგვრჩა 3 გადასაღები დღე, რომელიც აი ხა მოყომარდება და რა ვიცი, აი ესე მიკანკალებს ხელები, აი ესე მიკანკალებს ხელები, ისეთი რაღაც გამოდის, ანუ აი კიდე ხომ მქონდა იმედი და ხო რაღაცა, მაგრამ აი უყურებ მონტაჟის დროს 15 სექტემბერს შეგახსენებთ. აგერ არხი ამონათ და იმ სერიალის ცალკე. თხოვნა იქნება გამოიწეროთ, იმიტომ რომ ტრეფიკი შეიქმნას და რაღაცა იქ არის რა კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილო დიდი ვიდეო რომ დადო რაღაცები. ტრეილერი დაიდება სადღაც 1 სექტემბერს და უშუალოდ პირველი სერია დაიდება 15 სექტემბერს. პირდებით რომ ეგეთი რაღაცა არ გინახავთ. ძალიან ბევრს იცინებთ, ძალიან ბევრს რაღაცა. ასე რომ всё, ეს იყო. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი, კონტენტის წარდგენი არის აჭარაბეთი, სულ ყველას. ლეოს არხიდან ხარ, ჩემიანი ხარ, გამლელი ხარ, ვიც არ უნდა იყო. მადლობა რომ აქ იყავი და გაკოცე ისერში. არა. სერიოზული პოდკასტი.